დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ჩვენ განვაგრძობთ არჩევნებზე და მის შედეგებზე საუბარს. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი, თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, შოთა უტიაშვილი, შესაანალიტიკური განყოფილების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, არ ვიცი რამდენი ხანი უნდა გიწოდო ხოლმე. რამდენი წელი უნდა გავიდეს. და ბატონი ირაკლი ტაბლიაშვილი, ასევე ჟურნალისტი. დიდი მადლობა ჩემთან სტუმრობისთვის. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ შევეცდებით მიმოვიხილოთ ის თუ რატომ თქვათ იკლო ქართული ოცნების მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად მათ 12%-ით ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვეს ამ არჩევნებზე და დაახლოებით 360,000 ხმით ნაკლები მიიღეს თუ ბოლო შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ რაც დათვლილია და დათვლილია უკვე თითქმის რაღაცა 90%. ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების მხარდაჭერის ესეთ მკვეთრ კლებაზე და რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისთვის რომ საკუთარი მხარდაჭერა შეინარჩუნოს ან გაზარდოს ან ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესეთი პროგრესით არ ეროზია არ ხდებოდეს მხარდაჭერის და თუ დრო დაგვრჩა იმაზეც ვისაუბროთ რატომ გაიზარდა რატომ გამყარდა ნაციონალური მოძრაობის პოზიციები მიუხედავად იმისა რომ პრინციპში ქართული ოცნების მთავარი სამიზნე გამყარდა კი ნაციონალური ოცნება რიცხვები ამას მიუთითებს გამყარდა იგივე პროცენტია რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე თითქმის ამაზე ვიმსჯელებთ რატომ არ გამყარდა მაშინ კარგით უგუღმა დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობის პოზიციები არა იმიტომ რომ პროცენტი იგივეა რანაირად არის იგივე რაც იყო 22% ახალაც არის 21 და რაღაცა საერთოდ საქართველოს გასაგებია საქართველოს მასშტაბით მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ის იყო ბაქრაძის პიროვნული რეიტინგი რომელიც მკვეთრად აღემატებოდა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ რეიტინგს ეს ჩანდა ყველაფერში არა ეს მოდი ესე ვთქვათ ეს არა მოდი ესე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის არსებობს საზოგადოებრივი აზრის კვლევა ხო პოლიტიკაც არის გარკვეული რაღაცა დარგი ერთ-ერთი ამისი შესწავლაც ხდება ამის დათვლაც შეიძლება გამოთვლაც ამისთვის არსებობს საზოგადოებრივი აზრის კვლევა ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა უჩვენებდა მაშინ პარტიას არ აძლევდა ხალხი ხმას, აძლევდა პიროვნებას. შეიძლება გარკვეულწილად ვიმსჯელა პარტიის მხარდაჭერაზე. არა, რას ლაპარაკობ? პროპორციულ არჩევნებში პარტიებს მისცეს. პროპორციულ არჩევნებზეა საუბარი ზუსტად და პროპორციულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ აიღო 22%-ზე, ქართულმა ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო 22%-ზე მეტი, 21%-ზე მეტი, ანუ 1%-ით გაზრდილია მათი მხარდაჭერა. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გავითვალისწინებთ, ბატონო 22 და 21 და ანუ 1%-ით არის გაზრდილი და ისიც გასათვალისწინებელია რომ დავით ბაქრაძეს ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგი ვიდრე პარტიას ისევე როგორც დღეს პარტიას რამდენი ჰქონდა რეიტინგები ხო უცნაური რამეა რეიტინგები შეიძლება სხვა რამ პროცენტი კონდეს არჩევნებში შეიძლება კი მაგრამ დავით ბაქრაძესაც და ქართულ მოძრაობაც ერთი და იგივე პრინციპით იზომებოდა ხო და იმ პრინციპით როცა იზომებოდა დავით მოდი მარტივი რაღაცა 2012 წლის არჩევნები ნაციონალური მოძრაობამ თბილისში წააგო 60%-ით ხო 80-20-ზე დაჟე დაახლოებით 2013 წლის არჩევნები საპრეზიდენტო მაგ ერთი პრობლემაა გეხვეწები 2012 წლის არჩევნები ნაციონალური მოძრაობამ ქართულ ოცნებასთან წააგო 60%-ით ხო დაახლოებით 80-20-ზე დაჟე 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები. 2013 წლის არჩევნები წააგო 40%-ით, ხო, მაშინ დაждდა 60-20-ზე. ეხლა აგებს 20%-ით. ამ ჩვენ მარტო თბილისით ზომა? ხო, თბილისით ზომა, იმიტომ მარნეულის ხაზი მოხაზრი არ აქვს, ხო? ეხლა მარნეულში ნახეთ რაც მოხდა. და მთელი საქართველოს მასშტაბით ზომა. მოდი პოლიტიკურ კლიმატზე მაინც ასე თუ ისე განაცხადი გავლენას ახდენს თბილისში, ეხლა ყოველთვის აგებდა ნაციონალური მოძრაობა თბილისს, მაგრამ მე არჩევნებს იგებდა, იმიტომ რომ რეგიონების ხარჯი იგებდა. ხო, აი არა, ორი ჩემს მოხდა ორი მსვლელობა, ერთი ის მოხდა რომ განსხვავება ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორის მცირდება და როგორც კი ის განოლდება ეს განსხვავება მეგონი ოცნებას დამშვიდობებით და მეორე ის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ნაციონალურ მოძრაობისთვის არის ის რომ ნაციონალური მოძრაობა გახდა ისე ურბანული პარტია. ანუ რაც თქვენ მზად გასულყოთ ურბანული ქალაქის პარტია გახდა, რაც თქვენ მზად მართალი იყო წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა თბილისში ვერ იღებდა ხუთად ქალაქებში დამას აბალანსებდა სოფლებში მიღებული ხმებით. რა თქმა უნდა სოფლის და ქალაქს ერთი წონა აქვს, რა თქმა უნდა, არ განლაპარაკოს იმაზე რომ ვთქვათ მარნეულის პრეზიდენტი იყო მიშა სააკაშვილი. მარნეულის ხმა და მაგის ხმა ორივე ხმა არის ამ შუა. მაგრამ ნუ
ამ პარტიის დემოგრაფია შეიცვალა და დემოგრაფიის შეიცვალა, ну, მე ვფიქრობ ისე რომ ამ პარტიისთვის უფრო სასარგებლოა როგორც ოპოზიციური პარტიისთვის, რომ იყოს ურბანული პარტია, რომელსაც მაღალი მხარდაჭერა აქვს. ქალაქები აქვს თბილისში და ნუ ბევრ დიდ ქალაქში ნაციონალური მოძრაობა გავიდა. იგივე რიცხვებს რომ დაუბრუნდეთ, ამ არჩევნებში 175,000 ადამიანით ნაკლებმა ამ არჩევნით ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად ნიკა მელიამ მიიღო იმდენ 90,000-ზე მეტი ხმა, 92,000 ხმა მიიღო დათო ბაქრაძემ, 90,000-ზე მეტი ხმა მიიღო მელიამ. ან ვიტყვი და ამის, აი რასაც ვიტყვი რიცხვები ის მინდა რომ გაანალიზოთ რომ მაყურებელმა გაიგოს რას ვაანალიზებთ. და ამასთან თუ დათო ბაქრაძეს მიიღო თქვა 20% თბილისში საპრეზიდენტო არჩევნებში, ახლა უკვე მელიამ მიიღო თითქმის 0.2%, აკლია 28%. აქედან გამომდინარე ვსჯელობ მე რომ გაძლიერდა პოზიცია. კი ბატონო, ნუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში რომ თბილისში გაძლიერდა, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით თუ ავიღებთ ციფრებს, ნუ ციფრები არის თითქმის ერთნაირი. ხა ციფრებს ვერცად ვერ გასწრებ. მიზეზები ახსნათ რომ ბაქრაძე ხო რიცხვები გაცრა ალბათ. ბაქრაძის ფაქტორია თუ რაც არის თბილისში მე შემიძლია ვისაუბრო რომ ნარმანიას ფაქტორია. ნაციონალური მოძრაობის ეს კომიტეტია იყო ვიდრე ოცნებამ. CSU შედეგებით. ხო, რაზე ვსაუბრობთ ვერ ნარმანიას ფაქტორი არის მაშინ. ნარმანიას ფაქტორი არის მერის არჩევნებში. ნარმანიას ფაქტორი არის ის, რომ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი არ არის, მაგალითად კოლეგები მყავს ასეთი ჩემს სამსახურში ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი არ არის, მაგრამ ამბობს რომ ნარმანიას ჯინაზე წავალ და მელიას მივცემ ხმას. იმდენად არაპოპულარული კანდიდატი დააყენეს. კი, მაგრამ რიცხვები საწინააღმდეგოს აჩვენებს, იმიტომ რომ აი რომ ავიღოთ ახლა შედეგები იგივე თბილისში. ნარმანიამ აიღო დაახლოებით 150,000 ხმა, ეს განახევრებულია თბილისის შედეგებს თუ შევადარებთ, იგივე მარგველაშვილმა აიღო 299,000 ხმა და ნარმანიამ თითქმის 300,000 და არა, გეტყვია იმასაც ვიტყვი. დაკლებული 160 არა 30% რანუ 30% შეიძლება თბილისში მოვიდა, მაგრამ საერთო იმითი თუ ავიღებთ 175,000 კაცით ნაკლები მოვიდა არჩევნებზე და ოცნებამ დაკარგა 360,000 ხმა. ოცნებამ დაკარგა ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე არ მოსული ხალხი. კიდევ ერთი და პარტიამ მიიღო 134,000 ხმა, ანუ ნარმანიაზე 15,000 ხმით ნაკლები მიიღო პარტიამ. რას ეფუძნება შენი ლოგიკა, რომ ჯინაზე მიცეს ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, მაგრამ ნარმანიაზე და ნარმანიაზე. ანუ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც მელიას აძლევდა ხმას, იმის ქართული ოცნების მხარდამჭერი კი არ იყო. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არ იყო. მისი მხარდამჭერი იყო არ ვიცი იდეაში. მაგრამ ამბობდა რომ მე წავალ და მელიას მივცემ ხმას, იმიტომ რომ ოღონდ ეს ნარმანი არ მინდა. ზოგს ხოდა რაღაც თბილისურ რაღაც ცნობური ისა რომ აი სოფლელი არ მინდა, ზოგს რაღაცა ნარმანიას ყვა არ მოსწონდა, ზოგს ნარმანიას ლო არ მოსწონდა, რა ვიცი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მაშინ რატომ მიიღო ნარმანიამ უფრო მეტი ხმა ვიდრე ნაციონალებმა კი არ მოიგო, უბრალოდ კი არ მიიღო რაღაც ხმები ოცნებამ წავა როგორ არის ეს ფეხბურთში არის. მიიღო მე რა მაშინ ნარმანიამ მეტი ხმა ვიდრე პარტია. წააგო რა. მიხარი, რატომ მიიღო? ფაქტებით ვისაუბრებ. ნარმანია. კითხვა მარტივი რითი ახსნი იმას, რომ ნარმანია მეტი ხმა მიიღო მაშინ ვიდრე ოცნებამ. ნარმანია მიიღო 15,000 მეტი ხმა ვიდრე ქართულმა ოცნებამ თბილისში. თუ ნარმანია არ ევასებოდათ, როგორც შენ ამბობ, პარტიულ შედეგებს თბილისში კონკრეტულად არ გავცნობი ვარ ასეთ ეტაპზე. მე გავეცანი და მენდე არ გაგწოლე კაცო, არა მიდევს აქ 134,000 ხმა, 184,000 187 ხმა აიღო ქართულმა ოცნებამ. ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო. ერთი წამი კითხვა ხო დამის ხო გაინტერესებს კაცო პასუხი. მოიცა ერთი წამი? ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მასშტაბით აიღო ბატონო 85,000 80,000 ხმა და ახლობით მე რაც ნახე ბოლო შედეგები მელიამ აიღო 90,000 ხმა. ანუ 10,000-ით მეტი. 10,000 ხმით მეტი აიღო. რომ ანუ ხალხი იყო რომელიც ნაციონალურ მოძრაობას არ აძლევდა ხმას, მაგრამ მელიას აძლევდა. გასაგებია და ნარმანიას არ აძლევდა ხმას და ქართულ ოცნებამ. აი არ ვიცი უკვე მიჭირს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობის მიმართებაში ამას ხსნი რა. ვიღაცები იყვნენ პრობლემა მაგის ახსნა მეც და ადმიჭირს როგორ აი ნარმანიას ოცნებას კი, მე ჩემთვის ასევე ჩემთვის ახალი ინფორმაცია და მართლა მიჭირს, მაგრამ ის რაც მელიას და ნაციონალური მოძრაობის შეფართება, ჩემს ლოგიკას ამყარებს, რომ ხალხი იყო რომელიც ნაცებს არ აძლევდა ხმას, მაგრამ მელიას აძლევდა რა. გასაგებია. ისევე როგორც რადგან შენ ნაცებად მოიხსენიე, იყო ხალხი რომელიც ქოცებს არ აძლევდა ხმას. კი ბატონო, იყვნენ ესენი ნაცები, ქოცები. აი ჩემთვის სიურპრიზია. მე მაგალითად ასეთ რამეს არ ველოდნარ, რომ ნარმანიას უფრო მეტი ხმა ექნებოდა ვიდრე ოცნებას, ასეთ რამეს
არ ველოდებოდა. კი, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში ეს შედეგი მივიღეთ, გადავიდეთ ახლა, მაგრამ ამოვწუროთ მაშინ ნაციონალური. რა შეეხება ნაციონალური მოძრაობის ამბავს? ჩვენ რომ ამბობთ, რომ თბილისში რაღაც გაიზარდა, მე ჩემს აზრით დავრჩები, რომ ძირითადად ეს არის ოცნების დამსახურება, იმდენად არაპოპულარული კანდიდატი დააყენეს, რომ შეიძლება ვიღაცები მთლიანად ოცნებაზეც გაბრაზდნენ. კანდიდატმა ოცნებაზე გავიგე, მაგრამ მე თქო მთლიანად პარტიაზეც გაბრაზდნენ ამის გამო, რომ ნარმანია რატო დაგვიყენეს. არ ვიცი მიზეზი რა არის, მაგრამ დანარჩენ საქართველოში ნაციონალურ მოძრაობამ წააგო ისეთი ქალაქები, წააგოში რას გულისხმობ, მეორე ადგილზეც ვერ გავიდა. ზუგდიდში და ისეთ ქალაქებში, სადაც ის მეორე ადგილზე ვერ გავიდა ზუგდიდში? ხო, რას ლაპარაკობ? მეორე ადგილზე როგორ ვერ გავიდა ზუგდიდში არა, უკაცრავ. ზუგდიდში წააგო პირველივე ტურში და ფოთში და რაღაც რამდენიმე ქალაქში, არ ვიცი 10 თუ 12 ქალაქი კი არა, რაიონი პლუს ქალაქი არის, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გავიდა. გორში, ფოთში, ეხლა ყველა არ მახსოვს რა. კი, არ მართლა. ანუ ასეთი რამ ნაციონალურ მოძრაობას არ დამახტია ნაციონალურ მოძრაობას წინა არჩევნებზე ყველა ქალაქში და რაიონში იყო მეორე ოპოზიციური პარტია. ვერ სხვა პაზია მას ვერსად ვერ უსწრებდა და დღეს ნაციონალიზმის მოძრაობა მიიღო შედეგი, როცა რამდენიმე რაიონში და ქალაქში ის მეორე ადგილზეც ვერ გავიდა. ანუ თბილისში რაიონების მიხედვით როგორ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნების საპრეზიდენტო შედარება ერთ პიროვნებას აძლევდა ხმას მაშინ იქ შეიძლება ყაზბეგის რაიონში შეიძლება გაიმარჯვოს ადამიანმა, იმიტომ რომ იქ ადგილზეა საუბარი, ხო? იმ ადგილობრივი სოციუმის წარმომადგენელი და ადგილობრივი სოციუმის თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი, ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებზე, ხო? იქ შეიძლება ეს სხვა ხასიათის არჩევნები აქ არ არის, ეს რაღაცა პრეზიდენტს არ ირჩევ. შეიძლება გაიმარჯვოს, რომელთანაც უფრო მეტი სიახლოვე აქვს. და პარტიულები როგორ არის იქ ქალაქში? ხადია რომ მე ებუნება პარტიაც იმას, ხო? ვისაც მას აძლევს. ვიღებთ იმ შედეგს, რომ ნაციონალურ მოძრაობამ თბილისში აქვს მატება, მაგრამ იმ სადაც ქალაქებში, სადაც ქონდა მეტი, ახლა აქვს ნაკლები. ანუ ნაციონალურ მოძრაობა და არ შეცვლილა მისი ვითარება გემაზე საუბრობ. თავარი არის აქვს 22%. როცა ყავს ღარიბაშვილი არის დღევა და ნაცვლად იმისა რომ ოცნების გეგმებზე ისაუბროს ნაციონალურ პარტია. თავარი მაჩვენებელი. ინაშვილმა მოუგო ნაციონალურ მოძრაობას ფოთში. კი, მე ადგილზე მოუგო ინაშვილმა. კაი, გავიგეთ, მაგრამ როცა ყავს ქვეყანაში ორი მთავარი პარტია, მაშინ პოლიტიკური სიტუაციის დაასახასიათებლად თავარი მაჩვენებელი არის ამ პარტიას შორის სხვაობა. ეს ხომ მცირდება განუხრებით, მცირდება სწრაფად. ძალიან, იმიტომ რომ ოცნებას ერხება. ხო, ცხადია, ხო, ხა ეს უნდა დაერხეს ნაციონალები გამყარდაო, ჩვენ ავადებს საუბრობთ. ხო, მცირდება, დასწრულ მცირდეს ყოველთვის ყარი ნაციონალურობა, ცხადია. ნაციონალურობას არ ემატება ისაც მე კაცო გაზრდილია. იმატა ირმა ინაშვილს. და საიდან დაადგინე? მაშინ რატო ბურჯანაძეს არ მიემატა? ბურჯანაძეს დააკლდა. შეიძლება. ბურჯანაძეს დააკლდა. 30000 ხმეთი ნაკლები არის. ხმებს ვითვლით, ნუ ვითვლით პროცენტები დავიწყოთ. მერაბ მოიცა ხა შენ თავთან ხარ პოლემიკაში თუ ჩვენთან ერთი წამით მოვიდა ნაკლები ხალხი ერთი წამით ხმებს კი ნუ ვითვლით პროცენტები დავიწყოთ ერთი წამით მოდი მაშინ ესე ვთქვა თუ პროცენტებს ვითვლით 21% აიღო დათო ბაქრაძემ რომელსაც ნაციონალურ მოძრაობაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და პარტია სავარაუდოდ მაგდენს ვერ აიღებდა ეხლა ამის მიუხედავად მაინც გაუმჯობესებაა და 1%-ით პროცენტნახევრით მეტი აქვს აღებული ხო ну გაუმჯობესებაა ხო? კი ბატონო 1%-ით გაუმჯობესება. 1%-ით გაუმჯობესება. რაც შეეხება თბილისში არის 7%-ით გაუმჯობესება. კი ბატონო და ეს არის ოცნების დამსახურება. არა, მოდი ესე ვთქვათ, რისი დამსახურება ეს არის ცალკე თემა, გამყარდა თუ არა, გამყარდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. თბილისში გამყარდა. თბილისში და ქვეყნის მასშტაბით. ერთი წუთით. რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში. მოდი ყველა დიდ ქალაქში ნაციონალურ მოძრაობა აიღო უფრო მეტი ფოთზე და ფოთიდან ცხეთა არა დაწუნებული მაგრამ ყველა დიდ ქალაქში ნაციონალურ მოძრაობას ფოთი ცხეთა იქ ყაზბეგი შეიძლება მაგრამ ყველგან ნუ მე ამოწერილი მაქვს შემიძლია რომ გაჩვენოთ სად მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ 10%-ით მეტი მაგალითად მთაწმინდაზე აიღო 10%-ით მეტი ვიდრე წინა არჩევნებზე კანიში აიღო 20%-ით მეტი ვიდრე წინა არჩევნებზე ისანში არა პარტიამ აიღო პროპორციულზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მარნეულში აიღო 20% 10%-ით მეტი ვიდრე წინა არჩევნებზე მაგრამ გაყალბდა საერთოდ აღარ უნდა ვილაპარაკოთ ახალციხეში აიღო უფრო მეტი ვიდრე წინა არჩევნებზე თერჯოლაში ბაღდადში ხონში წყალტუბოში ზუგდიდში ქალაქსა და თემში წალენჯიხაში ჩხოროწყუში გასუსტდა და პოზიციები მოდი ესე რომ ვთქვათ ავიღოთ დედოფლის წყაროში თიანეთში ბოლნისში წალკაში მცხეთაში დუშეთში ყაზბეგში ბორჯომში ახალქალაქში ნინოჩკაში
გორში ოქროშვილი მაშინაც მოუგებდა მონაწილეობა რომ მიიღო. ფოთში ირვანაშვილმა და კი ბატონო, ირაკლის მიცეთ სიტყვა, ირაკლის რა ანაქსია მოუნებს მე რა გამყარდა ნაციონალური მოძრაობა. 1% გამყარდა რა. თბილისში 7%-ით. ამ თემასთან დაკავშირებით ორ სიტყვას ვიტყვი უბრალოდ რომ მეც ამაქვს გამოწერილი ციფრები. მე მესმის რომ ბაქრაძის რეიტინგი უფრო მაღალი იყო გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიდრე მთლიანად ნაციონალური მოძრაობისა. მაგრამ ჯამში მოცემულ ეტაპზე დაახლოებით 300-301 მოქალაქეა მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობისა იმ მისული ამომრჩევლიდან, ხოლო ბაქრაძესთან მიმართებაში იყო დაახლოებით 350,000. ამას არც საწინააღმდეგოდ ვამბობ ნაციონალური მოძრაობისა და არც იმიტომ რომ მხარი დაუჭირო. უბრალოდ ეს 50,000 კაციანი სხვაობა, ამომრჩევლის სხვაობა რეალურად არსებობს. კი, ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 175,000 კაცით ნაკლები არ გამართობ, რომ არ მე ვითვალისწინებ მაგასაც, საბოლოო ჯამში მივიდა 200,000 კაცით ნაკლები. დაახლოებით 48% იყო მისული მთლიანი ამომრჩევლისა საპრეზიდენტო არჩევნებზე, დაახლოებით 38%-ია მისული ახლა 38-დან 40%-მდე. 53. ხო, მე ჩემი Excel-ში შეყვანილი ციფრებით 38% გამომივიდა. შეიძლება ვწდები, მაგრამ ხო, არ ვიცი, CSGO-ს მე ესე გამომივიდა. ამას არ აქვს პრინციპი 43 კეთილი და ეს არის დაახლოებით 200,000 მოქალაქე. პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით სხვა რამეს. პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებაა თქვენ ამაზეც გსურთ საუბარი რამდენად ჩემთვის. პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებაზეც გადავალთ, მოდით მაშინ გავუშვათ, მაგრამ პრემიერი განცხადება. ის განცხადება, რომელშიც ის საუბრობდა, რომ უნდა გაქრეს გადარებიდან. კი ბატონო. გავუშვით რა თუ შეიძლება ვიდეო. უნდა მოუყო და ვამუშაოთ პლანტაციაში. ასეულობით თქვენი ახალგაზრდა თურქეთში ასულია. იგი ნაციონალური გადაღამდა ჩაიში. ჩვენა მოვიდა. ოთხმოცი კარგი იდეა. არის ასულ გამოსწორებელი სამუშაოები გადაღამი ჩაიში. ჩვენ არც ერთ რაიონში მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა რომ საქართველოს არც ერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება. თქვი რომ ყველა რაიონში უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ და არც ერთ რაიონში აღარ არც ერთ სოფელში არც ერთ რაიონში არ უნდა დარჩეს. ნაციონალური მოძრაობა მეგონი ამაშიც უჩვეულო არაფერი არ არის. რა თქმა უნდა ეს ჩვენი არა მხოლოდ ჩემი არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის სურვილი არის ეს. და აქ უბრალოდ ჩვენი სურვილები დაემთხვა. რომ არც ერთ რაიონში, არც ერთ რეგიონში და მithme არც ერთ სოფელში არ უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა. მე გულისხმობ არჩევნების შედეგად მიღებულ შედეგებს. და იქნება მე რა თქმა უნდა ჯერა და ეჭვი არავის არ ეპარება. მეგონი დღეს საქართველოში რომ ეს ასეც იქნება. დაჭირება ნაციონალიზმის რეიტინგებს მე გეტყვით რომ ყოველ დღე მათი რეიტინგი ეცემა. ყველგან გაზომილია 5-6% აქვს ყველა სოფელში, ყველგან ზოგადად რეგიონებში საერთო ჯამში აქვს 5-6%. 5%. ანუ საკუთარ სიმბოლურ ციფრზე ჩამოვედი. ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და დადგინდა რომ მათ აქვთ ძალიან კლებადი რეიტინგი. და რა თქმა უნდა არჩევნების მერე კიდევ საერთოდ მე ვერ წარმოვიდგენია უბრალოდ რა პერსპექტივა აქვს და რა პერსპექტივაზე აქვს საუბარი და ან თქვენ რა პერსპექტივას ფიქრობთ რომ აქვთ მათ. რა თქმა უნდა მე არ აღვიქვა ნაციონალიზმის როგორც ოპონენტებად, იმიტომ რომ ამათი რეიტინგი დღითი დღე ეშვება და სად არიან უკვე აღარ იციან, თვითონ რაღაც აღარ იციან, ასე და აღარ აქვთ. დაიკარგათ უკვე ეს რადარიდან ქრებიან ასე თქვა და პოლიტიკური სივრციდან. მერინ არმანიას გავუვართ. ელოდით ბატონ დავით ამ შედეგს. ახლა მე მინდა მივესალმოთ ქალაქ თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას. მოგეთ აი ესეთი კომედი შოუ მივიღეთ ჩვენ გუშინ საღამოს. ყველაზე უფრო მძიმე მე ვფიქრობ პირველ ნაწილში ამ ვიდეოსი არის ერთი ზმნა რომელსაც პრემიერი ხმარობს, ეს არის არ უნდა დავუშვათ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის, იმიტომ რომ ეხა ეს ამგვარი ხო, არ უნდა დავუშვათ, მე არ უნდა დარჩეს პოლიტიკურ ასპარეზზე. დავიღუპებით ესეც ხო, დავიღუპებით არ სიმართლე გითხრათ, მომესმა, მაგრამ აქ არ ყოფილა, მაგრამ ესეც თქვა. ეს ამგვარი ვორდინგით ადი არ უნდა გამოირჩეოდეს არც ერთი სახელმწიფო მოღვაწე, პირი რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას, კონკრეტულ მთავრობას და ასე შემდეგ. ეს ეხებოდა ერთგვარად გარკვეულწილად ეხებოდა ყოფილ მთავრობასაც, შესაძლოა შეეხოს მომავალ მთავრობასაც, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე და არსებულ ვითარებას ვაფასებთ ეხლა და არ ვსაუბრობთ 9 წელზე, 29 წელზე, ან მომავალ 9 წელზე და 29 წელზე. ამდენად ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმეა. ფაქტია ერთი რამეა, ჩემი მოსაზრებით, რომ ნაციონალური მოძრაობა შენარჩუნდა როგორც მეორე პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში
საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს, ეს შეიძლება მოსწონს, მეორე ნაწილს შეიძლება არ მოსწონს, მაგრამ რეალურად მეორე პოლიტიკურ ძალად ფიქსირდება ნაციონალური მოძრაობა და რადარებიდან ის არ გაქრა. მზარდია ეს რეიტინგი, არ არის მზარდი ეს ნაციონალური მოძრაობის ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის რეიტინგის მზარდობა დამოკიდებულია არსებული ხელისუფლების მიერ არსებული ხელისუფლების წარმატებებზე ან წარუმატებლობებზე. ცხადია ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის დინამიკაში უნდა განვიხილოთ. ეხლა თუ უცებ პირობითად ხვალიდან ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება ისე კარგად, როგორც ვერ დაიწყო ყოფილმა მინისტრმა ნარმანიამ, ან გარკვეულ წინათ. ანუ კარგი ხელისუფლება თუ გვეყოლება, მაგას ამბობ. ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი წამოვა ქვემოთ და არსებული ხელისუფლების რეიტინგი გამყარდება ან გაიწევა. ეს არ გაბათობს საკამათო საერთოდ არ მომბობ შოთა, ამდენად ეს დინამიკაში უნდა განვიხილოთ. მე მაინც ფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მეორე პარტიად დაფიქსირება, ერთგვარად ეხმიანება დაახლოებით 7-8 თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარის უსუფაშვილის მიერ რადიო თავისუფლებისთვის ნათქვა სიტყვას, განცხადებას, მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. ეს ბრძანა უსუფაშვილმა ამ მოსაზრებასაც ატარებს ხელისუფლების სულ მინიმუმ გარკვეული ნაწილი, ფუძულად სულ მაქსიმუმ გარკვეული ნაწილი. და ფიქრობ, რომ მაქსიმუმში რას გულისხმობ? ანუ გარკვეული ნაწილი ხელისუფლებისა, რომელშიც არიან მოქცეულნი კოალიციის ცალკეული წარმომადგენლები. აი მაგალითად? მაგალითად, თუ უსუფაშვილი ავტორია ამ სიტყვებისა. მე უსუფაშვილს არ ვიცავ არც ვამართლებ არ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ციტატას გითხულობთ, ამან არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. ქართული დემოკრატიის ამოცანა ჯერჯერობით შედარებით. თუმცა მისი თანაპარტიელი ქალბატონი თინა ხიდაშელი აი ახლა სანამ ჩვენ ეთერში შემოვიდოდით იდგა და სანაიას უმტკიცებდა იმას რომ ნაციონალური მოძრაობა მართლაც გაქრა რადარებიდან. დამინეკეს და მითხეს რომ რაღაც ეთერია და მაესტროს არა გადახვევის საშუალება სილკვდეზე და რაღაც დაიბრუნდა. ну რაღაც საშუალებით მოვახერხებ და ვნახავ, ვიცი ამის ზოგადი ინფორმაცია მაქვს მის თაობაზე, რომ რაღაც ართლაც სასიამოვნო დიალოგი შედგა, რა თქვა, წამყვანსა და წამყვანებსა და რესპონდენტს შორის. ნახავ, ბუნებრივია, ის არა მარტო პარტიის წევრია, ის ოჯახის წევრიც არის. ნახავ მე თუმცა მე ამაზე აპელირება არ მაქვს. წარე გამოცდილება მაქვს და ზოგადად არ მივესალმები. ეს მის აბსოლუტურად მე ბუნებრივია ხა თუ ქალბატონი თინას მოსაზრება არ არის სწორი და ამას არ მოვერიდებით. უბრალოდ მე მინდა ამით თქვა ის, რომ ნაციონალური მოძრაობის დაფიქსირება მეორე პოლიტიკურ პარტიად საბოლოო ჯამში არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება, მეც ესე ვფიქრობ როგორც უსუფაშვილი. და მით უფრო რომ ამ სივრცეში მეორე პოლიტიკურ პარტიად არ შემოდიან ამ თემაზეც საგავთ ქალბატონ თამარ თქვენ მე რამდენადაც ვიცი ამაზეც გსურთ ყურადღების გამახვილება, აბსოლუტურად სამარგინალო პოლიტიკური ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაინც ქალაქების, რაიონების პრობლემატიკის მოგვარებას ეხება, მაგრამ სამარგინალო პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით თლად კარგად არ არიან, ან ისე არ არიან, როგორც უნდა იყვნენ, ან სასურველია რომ იყვნენ, ესე რომ მეორე პოლიტიკურ ჯგუფებად არ ფიქსირდებიან ჯამშიც კი მათ. კი, ეს ნამდვილად არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. ეს ამოცანაც არის და ფიქრობ ამ ეტაპზე დაძლეული ამოცანაა. ეხლა დინამიკა რას გვიჩვენებს ეს ხვალ და ზეგ და შემდეგაც. კი ბატონო, თუმცა აი ბარემ წინა მაშიც გავუშვი ბლოგშიც და მინდა რომ თქვენც ნახოთ ეს ქართული დემოკრატიის ამოცანაზე როცა ვსაუბრობთ და თქვენ გაიხარეთ იმით რომ თქვათ აი და მეც გავიხარე ნამდვილად იმით მიუხედავად იმისა რა დამოკიდებულება მაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ის რომ ბურჯანაძე თქვათ და ის რაღაც ობსკურანტი ქალბატონი თუ რაღაც ირმა ინაშვილის პარტია თქვათ არ გავიდა მაგრამ გამოჩდნენ ხო ან გამოჩდნენ ფაქტია რომ აჯობეს გამოსულ პოლიტიკოსებს გამოსულ პოლიტიკურ პარტიებს ისეთებს როგორც არის შალვა ნათელაშვილი თქვათ კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძეს ეს რაღაც გაერთიანება აჯობა ხო ფაქტია და კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რომ გაუშვათ ბიძინა ივანიშვილი კი და შემდეგ თათას ძალიან დიდი სურვილია რომ გაჩნდეს მესამე ძალა და მესამე ცენტრი. გასაგებია, სურვილი არ არის საკმარისი. არსებობენ პარტიები, რომლებთანაც მე შეხვედრაც ხონდა არ მალავ, თუ გნებავთ თვითონ ქალბატონ სალომესთან, ამ კუთხით ჩვენ ხონდა საუბარი, თუ გნებავთ ქალბატონ ირმა ინაშვილთანაც ხონდა შეხვედრა და ჩემი სურვილი მასაც გადავეცი რომ მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება თუ განავითარებენ. ქალბატონ ნინოსაც ბურჯანაძესაც შეუთვალე რომ ძალიან კარგი იქნება თუ გააქტიურდება და თავის პარტიას გააძლიერებს და გააქტიურებს. იოლი არა, მე კარგად მესმის, მაგრამ გამარტივდება. კი ბატონო, აი
სურდა და მიიღო. სურდა და მიიღო აშკარად. მე გავაკეთე კომენტარი თუ გავაკეთე რადგან საუბრობდი ამაზე პარტიის პრემიერის ეს განცხადება იმ საოცარ განცხადებათა ტოპ 5 ელშია რომელსაც ის აკეთებდა. საერთოდ არ მესმის ამ ხელოვნურად პოლიტიკური ოპოზიციის შექმნის მცდელობის მწველი სურვილები. მაგრამ ნუ მან სალომე ზურაბიშვილზე რო გაჩერებული იყო შეიძლება ეს ვიდეო თქვენ დღეს არც გაგეშვათ, მაგრამ მან გააკეთა ხო, მაგრამ მან განავრცო თქვათ ეს. ნუ მაქსიმუმ ახლა დიალოგის ვიდეო გამიშვა. ძალიან რა კომენტარი გავაკეთო, ძალიან მძიმეა საერთოდ მცდელობა იმისა რომ ოპოზიციას ხელოვნურად ქმნი, ეს პრობლემა არსებობდა ქართულ პოლიტიკაში. თვლით თუ არა რომ შექმნა მან ხელოვნურად ეს ოპოზიცია? მე მგონი რომ ეს ოპოზიცია, ეს პოლიტიკური ჯგუფი, ან ჯგუფები, ჯერჯერობით ოპოზიცია, მიუხედავად იმისა რომ მათ შეაღწიეს საკრებულოებში და რიგ ქალაქებში ისინი მოხვდნენ ადგილობრივ თვითმმართველებში, ისინი მაინც ვერ ყალიბდებიან, ჯერჯერობით ვერ ყალიბდებიან მთავარ ოპოზიციურ ძალად. დინამიკა გვიჩვენებს და ყველაზე მთავარია რა დამოკიდებულება ექნება არსებულ ხელისუფლებას. ეხლა ოდნავ სხვა თემას შემოვიდა, თამარ წინა ბლოკში საუბრობდით ერთგვარად თქვენ ამაზე. აი თითქოს არ არის კავშირში, ხო? უელსის ნატოს სამიტი გველის ჩვენ სექტემბრის თვეში. უელსის ნატოს სამიტის შემდეგ არავით არის მნიშვნელოვანი ფორუმი ქვეყანას არელის რიგის ევროკავშირის სამიტამდე მომავალი წლის მაისში. კი, სადაც ევროკავშირი უკვე განახლებული. სადაც ხო, ძალიან ბევრი რამე შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ ესეთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული რა პოლიტიკას ირჩევს სექტემბრის აქვეა არსებული ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. რა ნარატივს, რა სივრცეს, რა მდგომარეობას ამკვიდრებს. მაგალითად სხვა ამ თემასთან კავშირშია. ხშირად აჯილდოებს თუ არა კოლექტიურ სოციალიზმს. ეს არ არის პირდაპირ კავშირში ბუნებრივია რუსეთთან და ვერ მიაბავე ხარ რომ აიც და მაინც ვიღაცა უკარდა ხარ რუსეთისგან, რუსეთიდან სოციალიზმის დაჯილდოება. კი, აი კრაუთჰამერისთან ვიცით და არის რომ სისულელით ახსნაჯობიან შეთქმულების თეორიით ახსნა. ამ ქვეყნის არს, ამ ქვეყნის სულს, ამ ქვეყნის მდგომარეობას წარმოაჩენს. როდესაც უელსის სამიტი იმ კავშირშია ამ ყველაფერთან, როდესაც დასრულდება ეს უელსის სამიტი და მაღალი ალბათობით ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რაც უნდა მიგვეღო, რასაც ვიმსახურებთ კიდეც. ხო, ხელისუფლებას ერთგვარად ხელფეხი გაეხსნება სხვა ნარატივის, ამგვარი სოციალიზმის ნარატივის შემოტანისათვის. იმიტომ რომ აღარ იყოლება ელჩი ნორლანდი ხშირად სტუმრად, რომელიც ურჩევს რა ნაბიჯები უნდა გადადგას. მე ამას ყველაფერს არა ეყოლება რა საკვირველია, მაგრამ რადგან არ ექნება ახალი ამოცანები დასასახი. არ ეყოლება, არ ექნება რაღაც ახალი თარიღები. რის გამოც ასოციაციის ხელშეკრულების რატიფიკაცია არის საჭირო 1000 რამე. რატიფიკაცია ჩვენზე არა დამოკიდებული, რატიფიკაცია ჩვენ არა უკაცრავად. რატიფიკაცია შეიძლება არ სხვადასხვა ქვეყნებში რატიფიკაცია დამოკიდებულია იმ 28 ქვეყანაზე. ჩვენ რატიფიკაციას იოლად გავატარებთ ამ ხელშეკრულებას ბუნებრივია. ამიტომ რატო სხვა კონტექსტში დარწმუნებული ვარ ქალბატონ მთავარ. მაგრამ მას არ აქვს მიცილი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რა ნარატივს თავაზობს მერე საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას. აი ამ თვალსაზრისით მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ეს ნარატივი არ იქნება არა რუსული მაინც და მაინც, არამედ რეტროგრადული, არა რეფორმატორული. არ მოინდომებს ახალი ხელისუფლება აწ უკვე 2 წლის ასაკში ყოფილი ხელისუფლება რომ საბოლოოდ არ მიამარცხოს და ამარცხოს და გარიყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიმართაც მე სიმპათიას არასოდეს არ მქონდა ეს სიმპათია ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაგრამ რეალურად ფიქსირდება ეს როგორც მეორე პოლიტიკური ძალა და შეიძლება ხელისუფლების იმ ნაწილმა, რომელიც ვცდილობს რომ დაამარცხოს კი არა, გარიყოს, მარგინალიზაცია გაუკეთოს სწორედ ნაციონალურ მოძრაობას, კიდევ ახალი ეტალღა წამოიწყოს ნაციონალური მოძრაობის. კი ბატონო, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალა, რომელსაც თბილისის ყოველმა მესამე თბილისელმა ამორჩეველმა მისცა ხმა მათ ვინც ამორჩევაზე მივიდა, არა მხოლოდ მელიას, არამედ პარტიასაც 27% აქვს. თათა, რა ვიცი, გავცდეთ ახლა ნაციონალური მოძრაობის თემას, იმიტომ რომ მე რაც მაწუხებს ის არის, რომ ქვეყანას ყავს მთავრობა, ხელისუფლება, წესით ახლა უფრო მეც უნდა ვსაუბრობდეთ ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ისახდენ ჩვენ ცხოვრებაზე გაცილებით მეტ გავლენას ვიდრე ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რას იჩემებს ხელისუფლება და რას აბრალებს ხელისუფლება, რაც იქნება ეს რაღაცაში პრინციპების დაყრა, იმებში სადარბაზოებში თუ რაღაცა არჩევნების გაყალბება მარნეულში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან დიდი დრო ითმობა ხელისუფლების მხრიდან, ძალიან დიდი ენერგია მიდის, თქვათ, ნაციონალურ მოძრაობაზე, ხარჯავს იმის ნაცვლად, რომ დახარჯოს მოსახლეობაზე. გადავიდეთ იმაზე, რამ განაპირობა აი ესეთი მკვეთრი გაუარესება
ხელისუფლების სამთავრობო მმართველი გუნდის პოზიციების მე ერთხელ თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არჩევნებზე მივიდა სადღაც 175-180,000-ით ნაკლები ამომრჩეველი, მაგრამ მმართველმა გუნდმა დაკარგა 360,000 ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ვთქვათ, არჩევნებს ხო შეიძლება თქვან, რომ აი ჩვენი ამომრჩეველი არ მოვიდა არჩევნებზე. ამაზე გაცილებით მეტი ხმა დაკარგა, ორჯერ მეტი ხმა დაკარგა. ამასთან ნუ თუ ქონდა 62%, ხა რეალურად რითიც ფასდება არჩევნები, რომ თავი დავანებოთ ახლა იქ რაღაც ხმების თვლას, ქონდა 62% საპრეზიდენტო არჩევნებზე და აიღო ახლა აი წკიბრზე არის 50% აიღო. რამ განაპირობა შენი აზრით ეს? საერთოდ რაღაც ამარჩევნებმაც დაადასტურა პრინციპში, რომ საკმაოდ ისეთი საინტერესო ფონი თქმება, ალბათ რაღაცა პოლიტოლოგებისთვის დასაკვირვებლად, მაგრამ არ ვიცი რამდენად საინტერესო და კარგია ეს ფონი თვითონ ეს თქვა ქვეყნის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ვიღებთ რა მოცემულობას, პრინციპში ძალიან იმედგაცრუებელ ამომრჩეველს, ხო, იმიტომ რომ ამომრჩეველი, როდესაც არ მიდის არჩევნებზე და მას ბოიკოტს უცხადებს, ესე იგი მას პრობლემა აქვს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სპექტრთან მიმართებაში, არა ეს ხალხა. ამასთან მხედველობიდან არ უნდა გაუშვათ, ალბათ აი ის განცხადებები რომელიც ახლა თქვენს ეთერში, ასე ვთქვათ, ჩვენ რეტროსპექტიულად, ასე ვთქვათ, გავიხსენეთ პრემიერის მხრიდან, რომელმაც ფაქტობრივად მობილიზება მოახდინა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველის, იმიტომ რომ ეს ამომრჩეველი გახდა უფრო მოტივირებული იმისათვის, რათა ეჩვენებინა ხელისუფლებისთვის, რომ ის 5%-ზე უფრო მეტია რა. ამიტომ ფაქტობრივად გამოვიდა ის, რომ ეს ხალხი დაირაზმა, მივიდა არჩევნებზე და ნუ შედეგიც მივიდა. თუმცა იმაზე საუბარი რომ აი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი სახლში არ დარჩენილა და აი 20 ხო, ნუ ესეც ვერ ვიტყვით ახლა, ხო, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობენ აქტიური მხარდამჭერები და არსებობენ ასე ვთქვათ, არააქტიური მხარდამჭერები, რომლებიც შეიძლება დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ დაეზაროთ არჩევნებზე წასვლათ ან საპარლამენტოში ვიყავი და მითხრა რომ ისინი მუშაობდნენ და ვერ მიცეს მელიას ხმა. ხო? ნუ ოცნებას არ აძლევენ არც ერთ შემთხვევაში. ხო. არ მოსწონთ და იმით. ყველა ესე თანამშრომელი ყავს? ნუ არ ვიცი ხა ტექნიკური პერსონალი როგორია, მაგრამ ზოგადად იმ ადამიანებს ვისთანაც შინაარსობრივი ურთიერთობა მიხდება, არ მოსწონს ქართული ოცნება და ეს არ უნდა იყოს ხა გასაკვირი, საღ ადამიანს არ მოსწონდეს ქართული ოცნება. არა, ანუ ვისაც მოსწონს ყველა არასაღია. ვისაც მოსწონს ვინც ხმა მისცა ოცნებას, ყველა არასაღია? ნუ მე მიმაჩნია რომ პრობლემა აქვს ანალიზის, მაგრამ ეს ჩემი აზრია, მე შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის არ მინდა ცხადი. ხო, რა ვიცი, გავაგრძელებ, მე დავამთავრებ ჩემ აზრს. თუ არა ცოტას მე ლაპარაკობ. დამჩაგრეს ბატონებმა. ესე იგი, და უბრალოდ ამ შემთხვევაში რაც იკვეთება და რაც მე მგონია არის რაღაცა თვალსაჩინო საგანგაშოს არის სწორედ ეგრეთ წოდებული მარგინალური პოლიტიკური ძალების საკმაოდ მომძლავრება და ფაქტობრივად მათი ამომრჩევლის იმდენად მომძლავრებაც რომ თუ კიდევ უშუალოდ ნინო ბუჯანაძის პარტიას მანამდე ჰქონდა ოდესღაც 2%-იანი რეიტინგი, ახლა ვხედავთ რომ საკმაოდ გაზრდილია ეს არა. ფაქტობრივად მე პირადად მეჩვენება და ალბათ მარტო არ ვარ ვისაც არჩევნებზეც უკვე 10% ჰქონდა და იგი 10%. კი, მაგრამ ნახეთ აბა თუ შეიძლება. ეხა დაიკლო ხო? 120,000 ხმა მიიღო ბურჯანაძემ და წინა არჩევნებზე მიიღო 166,000 ხმა, იმედა. შესაბამისად ვიღებთ ესეთ მოცემულობას, რომ ერთის მხრივ და უშუალოდ ის ამომრჩეველი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისცა ქართულ ოცნებას ხმა, ან არის იმედგაცრუებული და უშუალოდ აი ამ 2 წლით და ამ იმედგაცრუებასაც შეიძლება ქონდეს ასე ვთქვათ სხვადასხვა მოტივები, ერთი ნაწილობრივ იმედგაცრუებულია იმითი, რომ და უშუალოდ რაღაც დასაქმების პერსპექტივა იქნებოდა ეს თუ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, რომელსაც ხედავდნენ ისინი მათი ხელისუფლებაში მოსული შემთხვევაში ეს არ განხორციელდა, მაგრამ მეორე ნაწილი ალბათ არის ისეთიც, რომელიც იმედგაცრუებულია იმითი, რომ ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა ისე როგორც ჯერ არის მათი წარმოდგენით. ზოგადად ჩემი ასე ვთქვათ ვერსია გახლავთ ის რომ აი ესეთი ხალხი ადამიანები რომლებიც ასე ვთქვათ რაღაცა სამართალს მოწყურებულნი იყვნენ მათ პრინციპში სწორედ ბურჯანაძე მათ შესთავაზა ისეთი საარჩევნო ლოზუნგი რომელიც სწორედ ამ მიმართულებით ასე ვთქვათ აღწევდა ასოციაციებს რომ მოდით ეხა დავალაგოთ ჩვენ ქვეყანა ასე ვთქვათ ისე როგორც ჯერ არის და ფაქტობრივად ესე ვთქვათ აი რაღაცნაირად ამ მარგინალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხო რომელიც ჯამში პრინციპში შეიძლება სადღაც 20% ამდეც დაგროვდეს მათი საერთო კოლექტიური რეიტინგი, ну გამოიწვია ის რომ ფაქტობრივად ქართულ ოცნებას ასე ვთქვათ წაართვა ის ამომრჩეველი რომელიც ოდესღაც იყო მათი, ხო? თუმცა ზოგადად რა თქმა უნდა ისიც ძალიან საინტერესო არის ახლა როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ზოგადად აი ამ პოლიტიკურ აქტივობაზე და არჩევნებზე და ვთქვათ ამომრჩევლის აქტივობაზე. მე სულ ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე რამდენი პროცენტი არის ამომრჩევლის ის წილი რომელიც მიდის და შესაბამისად ასე ვთქვათ თავის ბიულეტენს აფუჭებს. და ამითი ძალიან ცალსახა მესიჯს უგზავნის სახელმწიფოსაც და პოლიტიკურ სპექტრსაც, რომ მას არ ეზარება არჩევნებზე მისვლა, ის არის კარგი მოქალაქე, მას უნდა პროცესში მონაწილეობა, მაგრამ მას პოლიტიკური სპექტრი ვერ სთავაზობს შესაბამის არჩევანს. ანუ ეს არის პრინციპში ძალიან საგულისხმო და მე ყოველთვის მეჩვენება ხოლმე, რომ აი შემდგომ
შემდგომში ანალიზისას, ხო, არჩევნების ანალიზისას, ეს ასპექტი ყოველთვის მხედველობიდან იკარგება. ანუ თუნდაც იგივე იმ 40%-ამდე ადამიანი, ხო, რომელმაც მიიღო. რამდენად პასუხისმგებლობია, იმიტომ რომ რეალურად ეხლა ჩვენ ხო იმას რა ქვია, რომელი ნებისმიერ პარტიას ეხლა არ ვქორწინდებით და მთელი ცხოვრების გატარებას მასთან არ ვაპირებთ, ხო? რეალურად ვაკეთებთ აი ესეთი უხეში გამოთქმა რო ვიხმარო, ანდაზეც არის ორი ბოროტებას შორის ნაკლებ ბოროტებას ვირჩევთ, ხომ, არჩევნებზე. როდესაც შენ მიდიხარ არჩევნებზე და ყველა პარტიას ხაზავ, ანუ ვერც ერთს ვერ გამოარჩევ, რომელიც ნაკლებ გასაგებია რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მხარდამჭერიც მე ვარ, ხო? ну ალბათ დაახლოებით 40%-ში ემთხვევა ჩვენი პოზიციები, თქვა, აცდენილები ვართ დანარჩენი 60%, თქვა, მე არ მომწონს მათი ეკონომიკური პოლიტიკა, იგივე არ მომწონდა, თქვა, ეს რაღაცა ტრანსპორტზე, რომ რაღაც ყველა პენსიონერისთვის შემო, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ ბებიაჩებს ტრანსპორტზე რაიმე შეღავათები უნდა გქონდეთ, მე საკმარისი ფული მაქვს იმისთვის, რომ მას დავეხმარო და ბიუჯეტს არ დააწვეს და ბევრი ესეთი იდეოლოგიური შეუთავსებლობა მაქვს, მაგრამ ვაკეთებ გარცევ, რომ ვინ უფრო ახლოს არის, ხო? და რამდენად სწორია ხელისუფლება, ანუ მოქალაქის მხრიდან, თქვათ, აი ყველა, ცხადია მისი ნებაა, მაგრამ რამდენად სწორია ყველა პარტიის გადახაზვა და იმაზე არ ფიქრობ, აი რომელი უკეთესი იქნება იმისი ანალიზი. ხო, ну ეს რა თქმა უნდა, გარკვეული თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, პრობლემური მოცემულობა, ხო, იმიტომ რომ პრინციპში არჩევნები ყველა ქვეყანაში ეს არის, ასე ვთქვათ, არჩევანი, ასე ვთქვათ, ცუდს და ნაკლებად ცუდს შორის, ან ცუდს და უფრო მეტად ცუდს შორის, ხო, იმიტომ რომ ხა განვითარებულ ქვეყნებშიც რომ ნახოთ, სადაც პოლიტიკური სპექტრი უფრო მეტად დალაგებულია და შესაბამისად ელექტორატიც ყველა პარტიას უფრო მეტად გამოკვეთილი აქვს, ვიდრე დავუშვათ ეს ჩვენს შემთხვევაში შეიძლება იყოს და იქაც ის მოცემულობა პრინციპში, რომ ესეთი აბსოლუტურად აღფრთოვანებული პოლიტიკური ძალით ამორჩეველი შეიძლება არ არსებობდეს, ხო? და უწევდეს მას არჩევანის გაკეთებას სწორედ რაღაცა ნაკლებად სასურველს და უფრო მეტად არასასურველს შორის. ну ეს პრინციპში გარკვეული თვალსაზრისით მეტყველებს, რომ არა მხოლოდ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კლასში გვაქვს ჩვენ ესე ვთქვათ პოლიტიკური კულტურის გარკვეული დანაკლისი, არამედ ამორჩეველშიც გვაქვს, ხო? თუმცა ბოლო პერიოდის ტენდენციას თუ კი შევხედავთ, მაინც უფრო მეტი პროგრესი არის, მე მგონი, იგივე აი ამ სოციალური თვალსაზრისითაც და ამორჩევლის გაზრდის თვალსაზრისით. იმიტომ რომ ეხლა აი ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს პირველი პრეცედენტი ფაქტობრივად ბოლო 2 წლის მანძილზე, როდესაც პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო ხელისუფლებაში, რომელმაც წააგო არჩევნები, ის პოლიტიკური რუქიდან არ ხრება, ხო? მიუხედავად მცდელობისა და მიუხედავად ეს არის აშკარა მოცემულობა და ეს არის პირველი პრეცედენტი ქართულ რეალობაში, რაც ნამდვილად დასაფასებელია და რაც გარკვეული თვალსაზრისით მეტყველებს იმას, რომ ჩვენ ვართ იმ გზაზე, რომ მეორე ადგილზე გავიდეს ნაციონალური მოძრაობა იყო აქტუალური საპრეზიდენტო არჩევნებში. ეხლა ნაციონალური მოძრაობის ამოცანა არ იყო მეორე ადგილზე გასვლა, ეს თავისთავად ცხადი იყო. ამოცანა იყო დიდ ქალაქებში. შეუსრულებია შოთა ამოცანა. არა. დიდ ქალაქებში, ამოცანა იყო დიდ ქალაქებში მეორე ტურში მონაწილეობა და ეს ამოცანა პარტიამ გადაჭრა. ეხლა შემდეგი ამოცანა თბილისში მეორე ტურის გაკეთება იყო ნაციონალური რთული ამოცანა, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია ვნახოთ. და უკეთრად დავასრულებ კიდე ის რომ ამორჩეველიც გაიზარდა, ხო? ну ეხლა საღამოს უკვე მეგონა. ორი დღით ადრე დავასრულებ ამას, თუ შეიძლება რომ ის ამორჩეველიც გაიზარდა ზოგადად საქართველოში, საქართველოში ეს ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პრინციპში აი ეს მეორე ტურის აუცილებლობა რომ დადგა ყველგან, იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვიყავ ამორჩეველი. ორი წლის წინ არჩევნები წააგო თქვათ რაღაცა აქტოვანებული. ანუ ჩვენ დგევართ იმოცემულობა. პირველად მოხდა საქართველოში ეს მეორე ტურის აუცილებლობა დადგა. მეორე ტურის აუცილებლობა შეიძლება დამდგარიყო უფრო ადრეც რო ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნები, მაგალითად ორი წააგო საერთოდ არჩევნები საქართველოში 2 წლის წინ. მეორე ტური ხდება მაგალითად დედაქალაქში და სხვა თვითმმართველ ქალაქებში დადგა მათ შორის იმის გამოც რომ ბარიერი აწეულია. ან ნაციონალური მოძრაობის კანონი რო ყოფილიყო, გერმანია უკვე გამარჯვებული იყო. გერმანია პირველი ტურიდან გამარჯვებული. ეს კიდე ცალკე თემაა, მე მაგალითად მერჩევნია რომ ხა გერმანია იყოს გამარჯვებული კონდეს 50%, იმიტომ რომ ივლისის ბოლომდე ახლა უნდა იყოს კიდევ კამპანია, კიდე უნდა ვიყოთ იმ რეჟიმში, რომ მოდი ახლა არა, გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან გასული კიდევ მე მომხრე არ ვარ. მოძრაობას ჰქონდა ისეთი კანონი, რომ ის კანონი რომ დარჩენილიყო გერმანია და ყველა სხვა ქალაქში რუსთავშიც კი მე მგონი 37%-იც კი ყოფნიდა პირველ ტურში მოსაგება. ის არის მეორე ტური არის ოცნების დამსახურება. მე არ მიმაჩნია რომ ეს იქნებოდა პრობლემა. მე არ მიმაჩნია, მე არ ვერ ჩავუვლი ამას. ოცნების დამსახურება
სავსეურებად მიმაჩნია ის, რომ ეხლა კიდევ უფრო მეტი გადასახადის გადამხდელის ფული ბაში დიქტატურა შეიძლება საერთოდ არ ატარება არჩევნებს. მე არ მგონია მეთქი, არც ერთ ძალიან უამრავ ევროპულ დემოკრატიაში მუნიციპალურ არჩევნებში, მერის არჩევნებში არ არსებობს threshold-ი, არ არსებობს 50%-იანი ბარიერი და მე გემოვნების საკითხია. მე იმაჩნია რომ 50%-იანი ბარიერი კარგია, პირიქით. მე არ მიმაჩნია რომ ეს კარგია, იმიტომ რომ გაცილებით მაგრამ ამ თემას შევიხილავთ პარტიების რეიტინგების სრულებას და რაც აი ყველაზე დიდი განსხვავება ამ არჩევნებსა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შორის ჩემთვის იყო ხელისუფლების რიტორიკაში. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბატონ ივანიშვილი ამბობდა რომ თუ მეორე ტური იქნება მარგულიაშვილის კანდიდატურას მოახსნევინებ. გახსოვთ? და ამბობდა რომ 60%-ზე გავიქცევი. ხო, 60%-ზე ნაკლებია, მე არ გავაკეთებ იმას, რის გაკეთებას ვაპირებ. ჩვენ ახლა როგორც ჩანს ვერასოდეს ვერ გავაკეთებ, ის გაკეთებას აპირებდა. მაგრამ ამ რიტორიკის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა ხო ამ არჩევნების წინადღეებში, როცა პრემიერმა აღარებაშვილმა თქვა რომ არჩევნების მეორე ტური ტრაგედია არ იქნებოდა. ძალიან გამოგვირდა ის, რომ ეს რატო იზეიმეს, როცა მათ ძალიან კარგად იცოდნენ, მათ ქონდათ გადასარავი კულები, უფრო ზუსტი კულები და ნაციონალურ მოძრაობას და იცოდნენ რა შედეგი დამთავრდებოდა და აი ეს ზეიმი და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, აი საიდან მოვიდა აზრად, რაში დაჭირდა თქვა რა. მე მგონი ამ ქართულ ცნებას ის შეიცირავს, ვინც ის დაბადა და მე მგონი მის აი პარტიის პრობლემა ის არის რომ მისი დამფუძნებელი როგორც ეკვავდნენ. ინტერესებდა პრიორიტეტები უკვე ძალიან რადიკალურად ხდება ქართული ამორჩეულის ინტერესებსა და პრიორიტეტებს. კი ბატონო, მოდით რა მიზეზებზე ვისაუბროთ, რატომ შემცირდა? მე რა შენი აზრით ნაციონალური მოძრაობის იმაზე შევთანხმდით, რომ ან იგივე დარჩა, ან გამყარდა, შევთანხმდით ამაზე, მადლობა და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რატომ იკლო ესე მკვეთრად ოცნების რეიტინგი? რა ვერ გააკეთა ოცნა? იცი რა, ახლა მე არ მგონია ვინმე იყო მაშინაც 2012 წელს ჩვენ ვინც აქვს ხედავთ, ვინმე ფიქრობდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ქართული ოცნების რეიტინგი გაიზრდებოდა. ხო, სავსებით მოსალოდნელია, როცა ახალი ძალა მოდის ხელისუფლებაში, მე მის რეიტინგი იკლებს. ასე მოვიდა ნაციონალურ მოძრაობას და ყველა ეს არის ლოგიკა. მოდიხარ ხელისუფლებაში რაღაც დიდი იმედებით. ანუ ხელისუფლებაში მოდიხარ დიდი იმედებით და მე ეხლა ყველა იმედის გამართლება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია. ნაციონალურ მოძრაობის რეიტინგის წამოვიდა დაღმა 2004 წლის მერე და ქართული ოცნების რეიტინგის წავიდა დაღმა. ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკა. ხო, ახლა ვისი უფრო სწრაფად წავიდა და უფრო ნაკლებად არის 2010 წლის არჩევნებში 50-ზე კარგად მეტი, ხო? 65 აიღო და 2010 წლის არჩევნებში აიღო 54. ხო, ისე ხო, რა. ისე არა, ანუ 6 წლის ხელისუფლებაში არა, 45 არა. 50%-იანი ბარიერის შემთხვევაშიც, რაც მაშინ იყო, ცოტა 45 აიღო გულო მიასწრა. დამენიძლავე რა. 20 ხინგალი, მიდი, ჭაჭერი. 20 ხინგალი. მე მახსოვს რომ 54 აიღო. არ მეხსნება ინტერნეტი არ მაქვს, 54% აიღო, კაი. ხო, არა, მე რაზე ვსაუბრობ, იცი 2010 წლის არჩევნებში რატო ვადარებთ? ან ოცნების ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი როგორ იყო, იცით? წამოვიდა 2010 წლის არჩევნებამდე იყო 2008 წლის არჩევნები, სადაც მიხეილ სააკაშვილმა გაყალბების გზით გადალახა 50%-იანი ბარიერი. ხო, ჩემი ვარაუდია, საკმაოდ გონივრული და ჩავახცებულო დამასწრდება. კი ბატონო. განსხვავებით ხო, წუხანდელი და გუშინ. სწორედ იქ იყო მეორე ტური. მოიცა, გავანებოთ სააკაშვილზე მელაპარაკები კიდე. არა, მე მინდა მე ნაციონალურ მოძრაობის ნაციონალურ მოძრაობაზე არ გელაპარაკები, მე რა ქართულ ოცნებაზე გელაპარაკები. რატომ? არა, შენ გავიგე. ეს არის ცხოვრების ლოგიკა. არ არის ცხოვრების ლოგიკა ის, რომ წელიწად ნახევარში 8 თვეში, უბრალოდ 12 პუნქტიანი ვარდნა გქონდეს, 62% აიღო პრეზიდენტის არჩევნებზე და მე აიღო 50%. შეიძლება ესეთი რამე მოხდეს, ლოგიკური და გარანტირებული ეს არ არის. ჩვენ ჟურნალისტებმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რატომ მოხდა ეს, ხო? და ჩვენი აზრით რატომ მოხდა? რამ გააღიზიანა ამ მომრჩეველი? რაში გაუცრუდა იმედი ამ მომრჩეველს? აი ამ მიზეზებზე მინდა საუბარი. მეორე მიზეზი ის რაც თქვი რომ ეს არის ცხოვრების ლოგიკა, ამ ცხოვრების ლოგიკას როცა იკლებს მართველი პარტიის რეიტინგი, მას აქვს უბრალოდ თავისი მიზეზი. ეს უკვე მეორე ეტაპია. თავისი მიზეზები ეს არის, რაზეც თამაც ისაუბრა. ერთი ის არის რომ რადიკალურად გაწყობილი
განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი, ნაციონალური მოძრაობის მიმართ რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც ითხოვდა რომ ნაციონალური მოძრაობა გაქრეს და ასე შემდეგ, და ყველას დაჭერას და გასამართლებას და სხვა, მათ გადაინაცვლეს ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის ხარდამჭერების საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მოხდა, ხო? ხო, გადაინაცვლეს, ეხლა მიემატა ირმა ინაშვილი, მათ რიგებში გადაინაცვლეს. ერთი ამის გაუცრუა იმედი, რომ ეს არ მოხდა და ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენა, რასაც ეძახიან, ისეთი ტემპებით არ მიდის, როგორც მათ იმედი ჰქონდათ. მეორე ნაწილი ამომრჩევლები, რომელიც ელოდა სოციალური პრობლემების მოგვარებას და სოციალური პრობლემები ასე უცებ ვერ მოგვარდა და ვერც მოგვარდებოდა, ანუ ვინც ელოდა ბენზინის ლარით განახევრებას და ასე შემდეგ და სამუშაო ადგილების შექმნას, ხა ბიზნესმენებს თქვა, თორსები ურეგში, ხო? ბიზნესის დასაკეთებელი იყო ეს. ხო, როცა თქვა, რომ იცით, მე რომ სოციოლოგებს შევხვდიო და ვკითხეო, რომ ყველაზე დიდი პრობლემას ხალხი რას უთვლის ქართულ ოცნებასო და სოციოლოგებმა პასუხეს, რომ უმუშევრობას. და მე დაიწყო ახსნა, რომ ასე მალე უმუშევრობას ხომ. ანუ ერთი მეოსა მიზეზი აგერ არის კიდე, რომ უმუშევრობა 2 წელიწადში ვერ მოგვარდა, მაგრამ ნუ ხა ლოგიკურად შეიძლება წელიწად ნახევარში უმუშევრობის პრობლემებს მოგვარდა, და ასე უმუშევრობა გაიზარდა. მოგვარდა ეგ ცალკე პრობლემაა კიდე, გაიზარდა კი ბატონო. არა არ გეწინააღმდეგე. ანუ პრობლემა დარჩა რა, ამაზე ვსაუბრობთ. ანუ ეს არის მიზეზები რა. სხვას კიდე სხვა მიზეზი ხო, ერთი ვიღაცას ჰქონდა მიზეზი კიდე ნარმანია და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ბევრი მიზეზი არა, პარტიამ რატო აიღო ნაკლები მაქსიმუმ? ანუ შავუთვალე მე მგონი საკმარისი მიზეზია. არა, ნარმანია ხო არის? ნორმალია, არა, ნორმალიაში რატო აიღო ნაკლები და იმაში. კი ბატონო, დავარ ნორმალია, აშკოში ნორმალია. კი ბატონო, დავალებოთ. ხო ჩამოვთვალე ნარმანია და 4-5 მიზეზი ჩამოვთვალე. ერთი კითხვა, მაგარი შენ ჩამოთვალე? ნორმალია, არა ნორმალია, მანამდე თქვის მაინც უნდა რომ ქართველებს დააბრალოს ცნობობა და თქვაც რომ ეს აშკარად ნორმალია მაიღო უფრო მეტი ვიდრე ქართულმა ოცნებამ ამ ქალაქში და რატო აბრალებთ თბილისელებს ცნობობას ეს იმედგაცრუება ხა ყველანი ერთი წამი ამ პრობლემებზე სახეზე გვაქვს ფაქტობრივად ამორჩევლის იმედგაცრუება ხო და ეს ალბათ გარკვეული თვალსაზრისით არის სწორედ იმ არარეალისტური წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი რომელიც იყო სახეზე და მე მგონი ამ გამოცდილებებიდან ხო უნდა ისწავლოს რაღაცა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრუმმა რომ ეს წინასაარჩევნო პოპულიზმი ხო რაღაცა ესე ვთქვათ ლოგიკის ფარგლებს მაინც ესე ვთქვათ ექვემდებარებოდეს და არ იყოს რაღაცა ესე ვთქვათ ოქროს ზღვებისა და მთების დაპირება ხოლმე ამორჩევლისათვის ხო კი ბატონო ხო ანუ ესე რა არის უბრალოდ მე მგონი რაღაცა თუკის რაღაც ესეთ რჩევები შეიძლება ვისაუბროთ ან რაღაცა სასურველ მომავალზე ვისაუბროთ ალბათ სასურველია რომ შემდგომში ამორჩეველიც იყოს კრიტიკული და ესე ვთქვათ რეალისტურად შეხედოს იმ დაპირებას, ასე ვთქვათ, რეალისტური კრიტიკული ანალიზის ქვეშ გაატაროს ეს დაპირება, რომელსაც პოლიტიკური პარტია სთავაზობს და ნუ მეორეს მხრივ პოლიტიკოსებიც აი ამ პოპულიზმს ნუ გადაყვებიან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე მათ აქვთ სწორედ ეს შედეგი. თათა მე მინდა შეგახსენო აი ბოლო პრესკონფერენცია ღარიბაშვილის ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად იმისა რეალისტურია თუ არარეალისტურია დაპირება, ამორჩეველი შენ გაძლევს დროს, ეხა ამორჩეველი სულელი არ არის მიუხედავად იმისა, ვის რა წარმოდგენა აქვს ამაზე და იცის რა ხა ჯადოსნური ჯოხი არავის არ უჭირავს რომ მოიქნიოს და ეხა გაჩნდეს ერთ ადგილას სამუშაო ადგილები. მათთვის მთავარია რომ დინამიკა ხედავდეს წინსვლას და ხედავდეს იმას რომ აი თქვა პენსია რო იყო 14 ლარი და ნაბიჯ რო იმატებდა და გახდა 150 ლარი, ხედავდნენ რომ სადღაც მიდის ეს ქვეყანა და რაღაცა მათ ცხოვრებაშიც უმჯობესდება, ხო? ესე არის, ესე უყურებს ამორჩეველი. როდესაც გამოდის პრემიერი, ირაკლი აიშენთან მექნება შეკითხვა და ამბობს რომ ჩვენ ყველა დაპირება შევასრულეთ. როგორ ფიქრობ, აი ეს ხوار არის სილის გაწნა ამორჩევლისთვის და გარკვეულწილად ესეც ხომ არ განაპირობებს ამორჩევლის გაბრაზებას? ხო, ხადია სამორჩეველს უკვე რეაქცია აქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაღალი ალბათობით ამ კოლექტიურმა ამორჩეველმა თუ ერთ ადამიანში განვაცხეულებთ, ხო? გაცილებით კარგად იცის რა დაპირება შეასრულა პრემიერმა თუ საზოგადოებრივ ხელისუფლებამ და ვინც არ უნდა უთხრას ეს ტელევიზორის სიგნალ ტელევიზიიდან რა დაპირება შეასრულეს, მან კარგად იცის, მას საკუთარ ტყავზე აქვს დაწნევი თემა, რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა ამორჩეველმა. ამიტომ შესაბამისად უკვე რეაქციაც აქვს მაღალი ალბათობით ამორჩეველს და ის ეუბნება ფიქრობს, ვარაუდობს რომ ზოიდაც თუ არ შეგისრულებია პირობითად რაღაც საწვავის ფასი არ დაუკლია. ის თulis რა შეასრულა, ესე იგი აღარაფერს აღარ გააკეთებს. ეს მე მგონი უფრო ისეთი არ ცუდად გათვლილი პიარსვლა, რომ ამით აჩვენებ ამორჩეველს რაოდენ მაგარი ხარ ამ 2 წლის განმავლობაში, თუმცა ამორჩეველს აჩვენებს რამეს რო ის კაცი. მე მგონი არა, შეცდომა შემაძლია. საბჭოებამ რჩება რომ ნებისმიერი მისი პრესკონფერენცია არის არა ამორჩეველზე გათვლილი, არამედ ერთ ადამიანზე, ანუ ბიძინა ივანიშვილს ეხლა თემაა, კი მოგეთახმებით. ანუ აჩვენებს კი ბატონო, აჩვენებს ის პასუხისმგებელია ერთ ადამიანს. ის ამორჩეული პირი არის, დანიშნული პირია ცხადია, მაგრამ ის ამორჩეული არ პოტენციურად ამორჩეული პირი არის კიდეც პოლიტიკური
პერსონაა, ხო? მას იდეაში სურს რომ დარჩეს პოლიტიკაში, აქედან გამომდინარე ის თვლის ყავს ნარმანია ხო ასარჩევი პირები და მათთვისაც იხწის. მაგრამ ცხადია ეხლა თუ მაგკუთხით მეკითხებით, ვის მიმართ არის ის ანგარიშვალდებული, ხო ცხადია ის არის დამნიშნელის მიმართ ანგარიშვალდებული. დამნიშნელი კიდე წარმოგიდგენთ ერთი ირაკლი ღარიბაშვილი თქვა 3 წლის წინ. ირაკლი ღარიბაშვილი იყო შეიძლება ძალიან კარგი ბანკის მმართველი, შეიძლება ძალიან კარგი ბანკის კარგი მმართველი, მაგრამ ის არც ერთ შემთხვევაში არ იყო პოტენციაშიც კი პოლიტიკური ფიგურა, მით უფრო ქვეყნის პირველი პირი მთავრობის თავმჯდომარე. ერთი პირი, ძალიან ბევრი ფულის პატრონი მოვიდა ამ ქვეყანაში და თქვა, რომ არ მოსწონს მას სააკაშვილი, დაუწუნა ბევრი ობიექტურად, ბევრი სუბიექტურად, ასე შემდეგ და მან ეს კამპანია მოუგო მიხეილ სააკაშვილს, რაც ვერ მოახერხა წლების განმავლობაში ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა მოღვაწემ ან პოლიტიკურმა ჯგუფმა. ხო, რაღაც კარგებმა, ცუდებმა, იმავე ადამიანების მონაწილეობით, ვინც ადამიანებმა სხვა ადამიანებმა იქ რაღაც სხვა პირებმა, ასე მილიარდელებმა, არა მილიარდელებმა. ალბათ ესეც საგულისხმოა, რომ მას რაღაც ახალი თიმი კი არ მოუყვანე, ახალი გუნდი კი არ მოუყვანე ადამიანებს, ანუ იმ ადამიანებისგან შექმნა თავისი გუნდი, რომლებიც ადრე წარუმატებლები იყვნენ სააკაშვილის პოლიტიკასთან და თქვა სააკაშვილთან დაპირისპირებაში. ყველა წარუმატებელი იყო, მაგრამ ეხა ეს შორს წავიყვანს კარგით, არა უშავს, მაგრამ ფაქტია რომ ვერ მოახერხავთ. ეგ არ არის თავარი თემა. ხო და ამ პიროვნებამ დანიშნა ეს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად. დატოვა პრემიერ-მინისტრად. ბუნებრივი ამ ახალგაზრდა კაცს აქვს, ბუნებრივი კი არ არის სამწუხაროა, მაგრამ ნუ ამ როლს შეიძლება ბუნებრივიც არის, რომ აქვს ეს ანგარიშვალდებულებითი დამოკიდებულება დამნიშნელის მიმართ. მე არ ვიცი ხა რამდენად ინტენსიურად დადის ის შუშის სასახლეში წავკის ის გზაზე, მაგრამ ორთაჭალაში, სოლოლაკში. ან ნატანებში თუ სადაც. ხო, სადღაც ხო რაღაც ჭორბილაში პირობითად, ხო? მაგრამ მაღალი ალბათობით ვარაუდობ, რომ მას აქვს ესეთი კონსოლია. ხა ივანიშვილის რო ამბობს, რომ იცით რა არის, მე არც არაფერი, არც ვერები ამ საქმიანობაში. რას ნიშნავს არ ვერები? მას აქვს ესეთი დაბეჭდებითი მოთხოვნები თემაზე, მაღალი ალბათობით, როგორ უნდა ჩაატარონ რაღაც რეფორმა. თუ ამას რეფორმა ქვია, როგორ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ვიღაცის სასარგებლოდ. ის ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, როცა ასახელებს მერობის კანდიდატს და ახვევს თავს არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ კოალიციის დიდ ნაწილს. და თუ ვინმე გაბედავს, მაგალითად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაბედა და თქვა, რომ იცი და მე არ მინდა შენს მიერ შემოთავაზა და მე შევდივარ, ანუ მაჭავარიანს ნიშნავ ჩემს მრჩევლად. ის არის მიხეილ მაჭავარიანის ძმა, მაგრამ მე მაინც ნიშნავ. ხო, ამის შედეგად უკვე მოქალაქე არასამთავრობო ორგანიზაციაში გადანაცვლებული მოქალაქე ივანიშვილი ისტერიებს აწყობს ლაბის პრეზიდენტის წინააღმდეგ და ყველას კარდახობს, როგორ უნდა გარიყო ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მარგველაშვილი. მეორე თემა ამასთან დაკავშირებით, ვიცით რომ მე საერთოდ არ მესმოდა რატო არ შედიოდნენ იმ სასახლეში, მაგრამ რაღაც ბოროტების სიმბოლოთ იყო წარმოდგენილი ამ ხელისუფლების გარკვეული ნაწილის მიერ. მე მგონია რომ უბრალოდ იმიტომ რომ ყველაზე დიდი სასახლე უნდა ქონოდა. ხო, არ ვიცი, ხო შეიძლება ყველა სიმბოლო, ხო, ნუ ეს ფსიქოლოგია ხა შეიძლება უფრო კარგი წვების გადაგახდია, მაგრამ ხო, შევიდა გადაწყვიტა ამ ახალგაზრდა კაცმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რომ შევიდეს ამ და აიყვანოს რაღაც 45 კაცი არის სტაფი პირობითად ლაპარაკობ და მუშაობს მათთან და ეს გახდა მისი დემონიზაციის საფუძველი. დემონიზაციის საფუძველი კი არა. ირაკლი ოლანდთან საფრანგეთის პრეზიდენტთან სადილზე, რომელიც გამართა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სასახლეში, პრეზიდენტის სასახლეში. პრემიერი არ მივიდა და არათუ უბრალოდ არ მივიდა, ვაჭრობის თემა იყო ეს საფრანგეთის ხელისუფლებასთან, რომ იქ არ უნდა ყოფილიყო. ლეგენდარული ფრაზა იყო რა თქვა, რომელიც როგორც ამბობენ თქო საქართველოს საგარეო მინისტრო საფრანგეთის ხელს, რომ თუ სადილზე მიხვალ, თუ პრეზიდენტის ჰოლანდის სადილზე რეზიდენციაში ავალებაში ვერ ვიდი კონსეკვენსის. ამას შედეგები მოყვებაო და ლავროვი რო ამბობს, ჩვენ თუ ასოცირების ხელშეკრულებას კი. ხო, ნუ ეს თავისად კომიკური რაღაცის იყო ერთი ფურცელი ჩვენთვის. ამიტომ ის ანგარიშვალდებულია, ვალდებულებითი დამოკიდებულება აქვს სწორედ დამნიშნელის მიმართ და ეს ცუდია ქართული დემოკრატიისთვისაც, საქართველოს განვითარებისთვის. ისე ერთი თხოვნა მაქვს, სუვარყოფიძე ვილაპარაკებს რაღაც დადებითების თქვა, მაგალითად ის რომ ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს და ვაწერთ ხელს რეალურად 27 ივნისს. ჯერ მოვაწეროთ და ხო პლანო აღარებაშვილივით არ მოგვივიდეს რა. მე ვაწერთ ხელს თამარ, ხო, ის შამპანური ადრიანი. არ გვინდა. ურთიერთობები შოთან დამეთანხმება პრინციპში ყველა დამეთანხმებით. ორქრივი ურთიერთობები იწყება ან განახლდება სტრატეგიული ქარტიის ფარგლებშიც მათ შორის შეერთებულ შტატებთან თავდაცვითი ობიექტების გადმოცემის უბრალოდ შესაძლებლობების გაძლიერების თაობას. ეს ის დადებითია. გასაგებია, ამაზე არ არის ჩვენ რა კარგი გაკეთდა და რა
არაცუდი ამაზე ხო ლაპარაკობთ. რატომ 380,000 ადამიანმა რატომ შეაქცია ზურგი ქართულ ოცნებას? ქართული საზოგადოების და ქართული ოცნების დამფუძნების პრიორიტეტები გაიყო და აბსოლუტურად სხვა მართლობებით მიდის. ამ შემთხვევაში ისიც ხო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცოტა თქვას და ცოტა ყო. არა, ის არგუმენტი რომ აი ქართული ოცნება დაპირდა ამორჩევის სამართლიანობის აღდგენას და რახან ვერ აღადგინა ამ დროიდან დაკარგა არის სისულელი ჩემი აზრით, იმიტომ რომ რას პირდებოდა ქართული ოცნება ხალხს ამორჩევნების წინ? შეგიძლიათ გაიხსენოთ ვინმე მათი ლოზუნგი, რას გავიკეთებდნენ ისინი რომ მოეგოთ? უბრალოდ რას გავიკეთებდნენ ისინი მოგების შემდეგ? მე არც ერთი პარტიის ლოზუნგი არ მახსოვს. არა, რატომ ნელია იძახდა რომ მაინც მგონია რომ მაინც ჩემთვის მაინც მისახები არ არის ლოზუნგი რომ უფასო მგზავრობა ყველა თბილისს, ხო? ნუ ამას იძახდა და ნორმალია რამეს რას იძახდა გარდა. ვერა პენსიონერი. ხო, რას ნიზა? ხო, ერთ იძახდნენ რომ ერთად ხო არჩევნებიდან ერთი დღის მერე როცა ინფორმირებული მეტნაკლებად პუბლიკა ვერ შეძლებს ყველაზე კარგი და ლამაზი დაპირება ეს იყო ხა ამაზე ლამაზი დაპირება ხო მაგრამ ნუ კაი როცა არჩევნებიდან ერთი დღის მერე როცა ინფორმირებული პუბლიკა ვერ შეძლებს გაიხსნოს ვერც ერთი დაპირება წინას არჩევნო კამპანიაში მართლ პარტიის ნუ პრობლემაა ერთ-ერთი დაპირება იყო წყალების სამართლიანობის აღდგენა ამ ბევრი ხალხი დავიჭერთ კიდევ უფრო მეტს დავიჭერთ და გონიათ რომ ამით ხალხს არჩევნებზე მოიყვანენ ხო ამოსთო რომ არჩევნებზე ხალხი ვერ მოიყვანეს ეს იყო ეს ჩემი მნიშვნელოვანი ფაქტორი მე მგონი როდესაც აი საერთოდ ამ 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე ხომ ქართული ოცნების რეიტინგის ასე ვთქვათ ვარდნაზე ვლაპარაკობ და მნიშვნელოვანია რომ მათ ფაქტობრივად გამოეცალათ ხელიდან ის ვიზეც იყო ეს რეიტინგი დაფუძნებული ხო ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად წლების მანძილზე შექმნილი რაღაცა მითი ამ ადამიანის გარშემო იყო სწორედ მისი სოციალური კაპიტალი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი თამაშები იყო ხო იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანები 2012 წელს ხმას აძლევდნენ არა სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს რომელიც და უშუალოდ მანამდე დიდი წარმატებულობით არ გამოირჩეოდა ხო როდესაც ისინი იყვნენ ცალ-ცალკე მოთამაშეები არამედ ხმას აძლევდა ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად როდესაც კი ის გამოეცალა ამ პოლიტიკურ ძალას ასე ვთქვათ ნუ გასაგებია რომ რაღაცა სიმბოლური ფორმით მის მიღმა მაინც რჩება მაგრამ როგორც რაღაცა რუხი კარდინალის სტატუსით მაგრამ ფაქტია რომ ის არ არის ამ პოლიტიკური ხო გუნდის წევრი და სხვათა შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ მე მგონი გარკვეული ნაწილში ამორჩევლისა იმან რომ აი ბიძინა ივანიშვილი გადავიდა სწორედ ამ რუხი კარდინალის პოზიციაში მე მგონი ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა ანუ ეს რაღაცა არ მოეწონა ამორჩევლს რომელიც იყო დაუშვათ რაღაც პროდასალურად განწყობილი ამორჩეველი რომელსაც სწორედ რომ ასე ვთქვათ დემოკრატია უნდა ამ ქვეყანაში და რომელმაც 2012 წელს 51 შემოხაზა ეს კვლევაშიც გამოჩნდა რომ არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მე რა აი ესე თუ ფიქრობ რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლამ და პრინციპში მთელი წინასაარჩევნო კამპანია და არა მხოლოდ აი მთელი ეს პერიოდი წელიწად ნახევარი ქართულმა ოცნებამ გაატარა ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში ჩემი სწორედ თუ ცდები ამას აღნიშნავენ საერთაშორისო დამკვირვებლები ამას აღნიშნავს ყველა ზოგადად აი თვითონ საარჩევნო კამპანიის მთავარ პრობლემად პირველ პრობლემად მიიჩნევენ მტრულ დამოკიდებულებას აი ამ პოლიტიკურ მართლგუნდსა და ოპოზიციურ ძალას შორის თუ თვლი რომ აბრძოლამ დაასუსტა გარკვეულწილად ქართული ოცნება ხო, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მაგით დავიწყებ, როდესაც თქვი, მე შოთას არ ვეთანხმები, რომ სამართლიანობის აღდგენამ დააკარგვინა რეიტინგი არის სისულელე, სამართლიანობის არ არის ეს სისულელე, სამართლიანობის აღდგენის რომელს როდიდან აგვექა უღა სამართალი უნდა აღდგეს, თუ აი რომელიც სამართლის ხო. არა, მე კი არ გულისხმობ. მე აღწერ სიტუაციას, შოთას პასუხო ამ შემთხვევაში სისულელე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ყველა ის ხმა, რომელიც წავიდა ბურჯანაძე საინაშვილთან, არის სწორედ ასეთი ის ხალხი, ვისაც უნდა რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს. მე უამრავი ხალხი მირეკავს ეთერში, როგორც ჩვენი ამომრჩევლები არ არიან. საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ითხოვენ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს და ასე შემდეგ. ნუ რაღაც საშინელებებს ამბობენ. მეც ხომ წერდნენ ეგეთ. ხოშიც გახაო ამიტომ ამან რაღაც ნაწილი რეიტინგის დააკარგვა. შეიძლება ეს არ არის ძალიან დიდი მდგენელი ამ ყველაფრის. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლამ დააკარგვია ორი მიმართულებით. ერთი, იმით რომ კარგად ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ კარგად ვერ ებრძოლა ნაციონალურ მოძრაობას და კიდე რომ ცოცხლობს ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ ოცნება არის ბანძი და სუსტი და ასე შემდეგ და ამიტომ შეაქციეს ზურგი და მეო ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ნუ რა უბედურება ამდენი ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობას, ატვინ წაიღეთ სამუშაო ადგილები მოიდათ. ანუ ერთი მიმართულებითაც დააკარგვია და მეორე მიმართულებითაც. ხო, ან არ უნდა ებრძოლა საერთოდ ჩემი აზრით იმიტომ რომ პარტიას გამოუცხადო ბრძოლა ეს არის მე ვფიქრობ კონტრპროდუქტიული. შეიძლება გამოუცხადო ბრძოლა დანაშაულს.
უნდა თქვა მარტივად რომ მე არ ვებრძვი ნაციონალურ მოძრაობას, არ ვისახავ ვიღაცის გაქრობას, ვიღაცის გადაშენებას, მე ვებრძვი დანაშაულს. მოხდა დანაშაული, დავსჯი. აი ესეთ რიტორიკა უნდა წასულიყო საბოლოო ჯამში. ებრძოდა დანაშაულს. ყველა ერთ შემთხვევა არ არის. შემდეგობს დანაშაულის შემდეგ გასამართლე, მაშინ ნუ რიტორიკას კი ბატონო და ბოლოს შეკითხვა უნდა დავამთავრო სამწუხაროდ, ნუ გიბერაბის პასუხი გარკვეულწილად შეიცავდა იმაზე პასუხს, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ თქვათ ეს რღვევა შეაჩეროს, თუმცა ამაზე ალბათ კიდევ ცალკე გადაცემის გაკეთება მომიწევს, იმიტომ რომ ყველაფერზე ვირსული. თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა, აი ამ ამორჩეულის ამხელანდობის დაკარგვაზე და თუ თვლით, რომ ამის შემდეგ საჭიროა ქართულ ოცნებაში, კაბინეტში გარკვეული ცვლილებების გატარება? მე მგონია, რომ ეს გარჩევა დიდი იქნება, ეხლა ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე კონკრეტულად პრემიერი. ალბათ იქნება, იმიტომ რომ თვითონ ხო იციან რომ ძიმე დარტყმა მიიღეს. და მე არ მგონია რომ ამ კაბინეტში რამდენიმე მინისტრის ცვლილებით ამ კაბინეტს რამე ეშველოს, მინაშნები არის სუსტი და არკომპეტენტური მთავრობა. და მინაშნები თუ ასე გააგრძელეს, ძალიან მალე ქართულ დამორჩეველი მათ საბოლოოდ შეექცევს სურს. და მე ვერ ვხედავ მასში პოტენციალს, რომ ეს ტენდენციები შეატრიალოს. კი ბატონო, ირაკლი განსხვავებული დამოკიდებულება ხომ არ აქვს ამ საკითხში? მაქვს განსხვავებული დამოკიდებულება. კერძოდ მე მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებელი ცხადი არის მთავრობა. და ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ საარჩევნო კამპანიის დარღვევებას. არ ვიცი, რამდენად შეიცვლება კაბინეტი, მაგრამ მე არ მგონია, რომ კაბინეტი შეიცვალოს ამ მიზეზის და რაღაც ცვლილებები განხორციელდეს ამ მიზეზზე გარდა. კრიზისი, სამთავრობო კრიზისი, მე ვფიქრობ, მოსალოდნელია უფრო სხვა კუთხით, თქო, ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით და არა იმ კუთხით, რომ მაინც და მაინც არჩევნებში პირველივე ტურიდან ვერ გაიმარჯვა გერმანიას დავით ნარმანი. მოყვება ხოლმე საარჩევნო მარცხს. ხო, რა ხა მესმის, აბსოლუტურად მესმის, ეს ლოგიკაც მესმის. უბრალოდ, მაგრამ მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ნიშნულოვანი არის სხვა რამე, მე ვფიქრობ, როგორ ვითარდება ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელსაც ეგრამაგის პასუხია და მიესალმნენ ელჩები, როცა მოვდიოდი გზად ვკითხულობდი ტელეფონში და შეშფოთება გამოთქვეს წინა საარჩევნო. შეშფოთება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არჩევნები ხო 3 პროცესისაგან შედგება, წინ არის საარჩევნო პერიოდი, უშუალოდ არჩევნების დღე და მერე უკვე შემდგომი პერიოდი, პოსტარჩევნების პერიოდი. შეშფოთებაც გამოთქვეს, თუმცა ისიც თქვეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ვახსენეთ და ეს ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან წილად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ძლიერი ოპოზიციის არსებობა, გამტრის პლურალიზმი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი რა, რატო შეიცვლება მთავრობა მომავალში, ჩვენი ქვეყნის წინაშე სხვა გამოწვევებია და ამ გამოწვევებს უნდა ძლიოს მთავრობამ ერთიანმა გუნდმა. ვეჭვობ, რომ მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები ამ გამოწვევების წინაშე კარგად ვერ ჩააბარებენ ამ გამოცდას. ვეჭვობ. თათა თუ ვის აკისრებს პასუხისმგებლობას, ხო, აკისრებს ცოტა ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე? თუ შეგიძლია უფრო დაკონკრეტება, რომ მთავრობა ვინა წარმოებდა, მაგრამ ვიცით ხო? არა, ნუ ხა ამ შემთხვევაში ფაქტი არის, ახლა იგივე იმიზეზებს, რაც გამდენი ხანი ვლაპარაკობთ, ხო, და უშუალოდ იქნება ეს ეკონომიკური პრობლემები, იქნება ეს დასაქმების პრობლემა თუ ასე შემდეგ. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების, ესე ვთქვათ, პრეროგატივა და შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების, ესე ვთქვათ, მეთაურს ვინც წარმოადგენს ამ შემთხვევაში. დღევანდელი აი ხა შენახმაწინებ პრემიოს თქვა კალდის ბრალია ანუ ეხა ეს ძალიან ისეთი რთული არის ხო მე პიროვნებებზე რომ დავიყვანოთ ეს მომენტი მაგრამ ფაქტია რომ ზოგადად ეს თქვა თავრობის ხელისუფლების და მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია ის რაც მიიღეს და ამ შემთხვევაში უბრალოდ მე პირადად რაც მგონია ასე თქვა ამოცემულობაში პრობლემური პრინციპში უკვე აღინიშნა ეს თვალსაზრისით მაგრამ ის მომენტი რომ თავრობის ხელმძღვანელი ესე თქვა თავს ვერ გრძნობს ანგარიშვალდებულად ამომრჩეულის წინაშე, იმიტომ რომ ის არ არის ამომრჩეულის მიერ არჩეულია და მას ასე ვთქვათ, ანგარიშვალდებულების ობიექტი სწორედ ასე ვთქვათ, ერთი პერსონის სახით ესახება, ხო, ну, ხო, ბატონო, სუბიექტი ვთქვათ. ხო და აი ეს არის პრინციპში პრობლემა და საერთოდ აი ამ ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ხო, როგორც უკვე ეძახიან ასე ვთქვათ, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, მე არ ვიცი რამდენად ასე ვთქვათ, დემოკრატიული პროცესის ეს გაძლიერების და დემოკრატიის გამყარებისთვის კარგი და სასურველი არის ესეთი მოცემულობა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის მოსახლეობის მიერ უშუალოდ
პირდაპირ არჩეული. არ ვიცი, ეს არის ზოგადად, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ამ ახალი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მოწყობის მოდელის რაღაცა კითხვის ქვეშ დაყენება გარკვეული თვალსაზრისით იმოცემულობაში, რომელსაც ვიღებთ, მაგრამ როდესაც პარლამენტი არის არჩეული და პარლამენტი ნდობას უცხადებს რაღაც ადამიანთა ჯგუფს, რომ მან მართლაც ეს არის სავსებით ნორმალური, ვთქვათ, იგივე ბრიტანეთი რო ავიღოთ იგივე. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო პრობლემა სხვა რამეა, ამ შემთხვევაში ხო პრობლემა სხვა რამეა, ამ შემთხვევაში პრობლემა არის. ამ შემთხვევაში პრობლემა, ანუ ეს ხო არ არის ადამიანი, რომელიც გაძლიერდა იმ პოლიტიკურ ჯგუფში, მაგალითად, როგორც მარგარეტ ტეტჩერი, რომელმაც მერე ასევე, ვთქვათ, რაღაცა ბევრი წლის მერე დაკარგა იქ პოზიციები, ხო და ვთქვათ, იგივე თავისმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაირჩია. ეს არის ადამიანი, რომელმაც, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ აი შენ ეს არის ძლიერი და ეს უნდა აირჩიოთ და აი ეს არის აქ თავარი პრობლემა და არა ის, რომ პარტიაში გამოკვეთილია ლიდერი, რომელსაც მერე პარლამენტი ირჩევს როგორც ზოგადად ჩვენ ვიღებთ ფაქტია ამოცემულობას, რომ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ვექტორში არსებულ ადამიანს ანგარიშვალდებულება, ასე ვთქვათ, მოსახლეობის მიმართ არ გააჩნია და ელაპარაკება სხვას. ხო, რამდენიმე რაღაცას ვიტყვი. პირველი ის, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ოცნებისთვის რაიმე ტრაგედია მოხდა, როგორც თქვი თავიდან ეს იყო ბუნებრივი პროცესი და მოსალოდნელი. მე პირადად როგორც მოქალაქე 60-70%-იან ხელისუფლებას მირჩევნია 50%-იან ხელისუფლება. მე მირჩევნია იმ ხელისუფლებას, რომელიც სულ პირველ ტურში იგებს, ხელისუფლება, რომელიც ვერ იგებს პირველ ტურში. ჩემი აზრით ეს კარგია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. ამ შემთხვევაში ტრაგედია და პრობლემა იქნება თუ მეორე ტურში რომელიმე რაიონს ან ქალაქს წააგებს ქართული ოცნება. რაც ჩემია, ეს უკვე სერიოზული პრობლემა იქნება. ოცნებისთვის კაცო, თუ არა, ჩემთვის არ. ოცნებისთვის. ჩვენ ხო საუბრობთ რომ ოცნებისთვის იქნება ეს უკვე რეალური სიგნალი და რაც ჩემი აზრით მოსალოდნელი არ არის, აქ აი ეს ერთი უცნაურობაც კიდევ გამოარჩევს ნაციონალურ მოძრაობას და ანუ შეთქვირა ეს არ არის რეალური სიგნალი, ეს არ არის რეალური სიგნალი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, თუმცა ეს არის გარკვეული სიგნალი იმისი, რომ რაღაც პრობლემები აქვს ოცნებას და მას უნდა იმუშაოს, მაგრამ ანუ ტრაგედიას ამაში ვერ ხედავ მეთქი. ტრაგედიას ვერ ცნების წასვლაში ვერ ხედავ. არა, მათთვის ტრაგედიას ვერ ხედავ, ანუ პარტიის. არც მათთვის ტრაგედიას ვერ ხედავ ხარა, წავაღარი მაშინ ცხოვრობ. სერიოზული პრობლემა იქნება მათთვის, თუ თქვა რომელიმე ქალაქს მეორე ტურში ისინი წააგებენ. ამაზე ვსაუბრობ. მაგრამ აი ეს მოსალოდნელი რო არ არის, ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობის კიდევ ერთი უცნაურობა, იმიტომ რომ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის დროს რომ სადმე დაიშალა ხო მეორე ტური, იქ ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად წააგებდა, იმიტომ რომ იქ როგორ იყო, იცი და ყველა ზოგჯერ ქვეყანაში ასე არის, რომ არის ხელისუფლების მომხრე და მე არახელისუფლების მომხრე თანხმები იყოფა. და როდესაც ერთი ოპოზიციონერი გადის მეორე ტურში, ხო, სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები ძირითადად ხმას აძლევენ იმ ოპოზიციონერს და იქ შეიძლება წააგოს ხელისუფლება. აქ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ არის პოლიტიკური სპექტრი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა სხვა დავასრულებ შეიძლება. ხო, მაგრამ კი ბატონო, ამას სხვა რამეს ვამბობ. აი აქ ანუ არ გონი შე ოქროაშვილის პარტიამ რომ მოუგოს ეს იქნება ტრაგედია. დავასრულებ თუ შეიძლება. ანუ აქ ჩვენ ისევ მივიღეთ სიტუაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში არ არის, ხალხი ვინც მივიდა არჩევნებზე, გაიყო მაინც ნაციონალური მოძრაობის მომხრები და ისინი ვინც ნაციონალური მოძრაობას ხმა არ მისცა. ანუ მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი რო გავიდა, ოპოზიციური კანდიდატი რო გავიდა, სხვა ოპოზიციური კანდიდატის მომხრები, ოპოზიციურ კანდიდატს კი არ მისცემენ ხმას. ხელისუფლებას მისცემენ ისე, ხო, ասა ბუჯანაძის მომხრები, იმის კუკავას მომხრები, ინაშვილის მომხრები, ისევ ხელისუფლებას მისცემენ. ხო, ეს არაორდინალური სიტუაციაა. ნაციონალური მოძრაობის პასუხი უბრუნდები, სულ მე თავს გრძნობ ძალიან ესეთ რა ქვია დიდ პორყოცებს. არა, იმიტომ რომ ის არის თავი ოპოზიციური ძალა. გასაგებია, მაგრამ მე გეკითხები ოცნება, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ოცნებამ დაკარგა 12% რეიტინგი 300. არა, მე ვამბობ, განსაკუთრებული პრობლემა. ხო, მაგრამ არა, განსაკუთრებული პრობლემა არ არის. აი, ჩიქარო დავაქციო ხა, წყალი დაგასხა, ხო? განსაკუთრებული პრობლემა არ იქნება, წყალი არაფერს არ გიზავს, მაგრამ მე ვიქნები პასუხისმგებელი ამაზე, მე გავკარიხე. პასუხი მარტივია ხა, მე და შეხვარ და გვეკისრება, რა, ეკისრება ღარიბაშვილს და ოცნების ლიდერშიპს, ვინც მართავს ქვეყანას. მიგაჩნია თუ არა, რომ 8 თვეში 12%-ის დაკარგვა უნდა იწვევდეს გარკვეულ ცვლილებებს, ანუ უნდა მიიღოს გარკვეულ სიგნალად ხელისუფლებამ, რომ რაღაც ცვლილებებია საჭირო მთავრობაში. მთავრობაში მთავრობა მართველი კოალიცია ქართული. არ ვიცი, ხა პრინციპში მე მიმაჩნია, რომ მანამდეც არის ბევრი მინისტრი, რომელზეც ვთქვათ, ვფიქრობ, რომ რაღაცა შეიძლება არც ისე ეფექტურია და შეიძლება მე არჩევნებამდეც კი გამომეცვალა ვიღაცა. შენ ფიქრობ ეს სხვა საქმე, ფიქრობ თუ არა, რომ არჩევნებში 380,000 ამორჩევლის დაკარგვა უნდა იყოს, უნდა გახდეს საფუძველი და სიგნალი მთავრობის მეთაურისთვის, რომ გადაახალისოს კაბინეტი. ნუ ვინ განთავისუფლებს? არ ვიცი, რაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში.
თქვენ აი ჩამოვაყალიბეთ თავიდან კითხვა. თქვენ ამბობთ რომ უნდა გახდეს თუ არა მთავრობის მეთაურისთვის რომ გადაახალისოს კაბინეტი. ნუ დარახველიძე გაანთავისუფლოს, რა უნდა არ ვიცი, კაბინეტთან რა კავშირი? დამათავისუფლებელია კი ბატონო. არა, ბატონო, დევნილების ხმასძლევია. სხვა როგორ უნდა გაანთავისუფლოს? აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს ან რომელიმე მინისტრს სულაც არ აქვს ესეთი პირდაპირი ვალდებულება იმისა, მესაც გიტყვით ამდენადაც მე ვიცი კანონმდებლობაც რაღაც ერთგვარად უზღუდავს კიდეც რომ მან მოიზიდოს ესე ვილაპარაკოთ დევნილების ხელით. არა, ეხლა სადმე ვარ, რაღაც ახალ პოლიტიკურ თეორიას ვაყალიბებთ, რას ლაპარაკობთ? მთავრობას, როდესაც აძლევ ხმას, ვინ უნდა იყოს მთავრობაში? ვინ უნდა იყოს მთავრობაში? ერთი წუთით ნიშნავს იმას, რომ ხალხი არის უკმაყოფილო, ხო? 380,000 ადამიანი არის უკმაყოფილო ქართული ოცნების მუშაობით. ფიქრობთ, ერთი წუთით. გასაგებია ღარიბაშვილის მუშაობით რომ არის. მე თუ ვკითხავთ რა არის ქართული. ეხლა მოდი ასე ვთქვათ 12% დაკარგეს, რო ყოფილიყო რაღაც ტრაგედია რომ მკვდარი იყო ან რაღაც კატასტროფული შეცდომა დაეშვა მთავრობის რეიტინგი დაიკარგა, ნუ ვფიქრობთ რომ აი ამიტომ დაკარგეს, ხო, მაგრამ ეხლა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ გამოყოფთ ვერცერთ განსაკუთრებით კატასტროფულ შეცდომას. ხო, აი რუტინულად მუშაობენ თითქოს და ამ რუტინული მუშაობის წყალობაზე კარგავენ რეიტინგს. ხო, და მე ვფიქრობ ეს ბუნებრივია რეიტინგს, ჩემს ეს ბუნებრივია არ არის ძალიან ჩქარი დაკარგვა, რატო კარგავენ? იმიტომ რომ არ არიან ადეკვატურები გამოწვევების მიმართ. კერძოდ. მაგალითად, თქვათ, თვალშინაცას გვაყრიან, გვეუბნებიან რომ სამუშაო ადგილები იზრდება, მაშინ როცა ყველა ხედავთ რომ იზრდება, გვეუბნებიან რომ ეკონომიკა იზრდება, როცა ყველა ხედავთ რომ არ იზრდება, გვეუბნებიან რომ ასეთ საწარმო გავხსენით და ვერ გვაჩვენებენ სად არის ეს საწარმო, გვეუბნებიან რომ კრიმინალი მცირდება და ამ დროს ყველა ხედავთ რომ კატასტროფა ხდება. აი მაგალითად ჭიკაიძე კრიმინალის გაზრდა არის მოსახლეობის თვალშინაცას საყრია, არჩევნებამდე უნდა მოეხსნა ეს ხალხი, მოსახსნელი იყო. რა მე რამშობა, მე ხადურია მოხსნა, ხო არა, პოპულარული მინისტრი, ხადურია მოხსნა. მე არჩევნებამდე მოეხსნა. ვიდრე ძრამა ეშველება? ხო, მაგრამ ახლა რომ მოხსნას რა მე? არა, ნუ ამშო. ამაზე არ არის ბიუჯეტს რამე ეშველება თუ არ ეშველება, ხანდახან არაფერი არ ეშველება ხოლმე, მაგრამ ცulis ხო იგივე ვთქვათ, საფრანგეთის ეს არჩევნების შედეგებს არ უკავშირდება. არჩევნების შედეგებს არ უკავშირდება, ამას ვამტკიცებ, თორე ისე მოხსნას ამდენი წუთი დანახველიძე. ის რომ კრიმინალი გაიზარდა, ამის გამო არ არის უკმაყოფილო ხალხი? ანუ ხალხის უკმაყოფილება გარკვეულწილად არ განაპირობა ერთი წამი კითხვას დავსვამ. ხალხის უკმაყოფილება არ განაპირობა იმან რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. შესაძლოა განაპირობა, კი ბატონო. და თუ შენ ამას ხედავ, დავინახე მე რომ აი მე დავინახე, გავაცნობიერე, რომ ხალხი არ უკმაყოფილო იმით რომ კრიმინალი გაიზარდა. და აი მე ერთი წამი დავამთავრე, მე შევცვლი მინისტრს, რომელიც უკეთესად გაუმკლავდება ამ პრობლემას. ეს ხომ არის სიგნალი გარკვეულწილად რომ მე დავინახე რა პრობლემა გაქვს და მე უკეთეს ადამიანს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რას ქვია, რა შეიცვლება, რომ შეიძლება არც არაფერი არ იცვლება, მაგრამ პოლიტიკის ნაწილი სხვადასხვანაირად ლაპარაკობთ, როგორც მიხედვით რა, ანუ არჩევნებმა ჭიკაიძეს თუ ეს შენ დაინახე, რომ კრიმინალი გაიზარდა. ყოველთვის ესე ხდება, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ კაბინეტის გადახალისება ხდება ყველა პოლიტიკურ დიდი ბოდიში თამარ, არჩევნებში მარცხის შემდეგ გადახალისება ხდება პარტიულ ლიდერშიპში. პარტია აგებს არჩევნებს და თუ არის პარტიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და ასე შემდეგ. პარტიის ღარიბაშვილი. ანუ ღარიბაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა. საფრანგეთში დავასრულებ. იმის მაგურად რომ ღარიბაშვილმა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, თქვენ მოუწოდებთ რომ ჭიკაიძეს და ვიღაცებს დააბრალოს და ისინი გაყაროს და თვითონ დარჩეს. მე არ მოუწოდებ, მე უბრალოდ ვიძახი რომ ეს არის ნორმალური პრაქტიკა. გასაგებია რომ თავის თავს არ აბრალებენ ხოლმე მთავრობის მეთაურები და ცვლიან იქ კონკრეტულ პირებს. მისი პასუხისმგებლობაა ხო ჭიკაიძე მანდატი. მე მაჩნია რომ პარტია როცა აგებს არჩევნებს პარტიის თავმჯდომარე უნდა შეიცვალოს. მოკეთ მე რომ ღარიბაშვილის ადგილას ვიყო და თავის გადარჩენისთვის ვიბრძოდე აი ამ რაღაცა თქვათ გარკვეული პრობლემების შემდეგ მე რამდენიმე მინისტრის ნაცვლად შევეცდებოდი უფრო კვალიფიციური მინისტრების მოყვანას და იმის თქმას რომ მე გავზომავდი სად რატომ არის უკმაყოფილო, რატომ დავკარგე, რა კონკრეტული პრობლემების გამო დავკარგე ის 380,000 ამორჩეველი და იმ კონკრეტული პრობლემები რომელი მინისტრების პასუხისმგებლობის ქვეშეც შედის შევეცდებოდი რომ იქ საკადრო ცვლილებები გამეტარებინა. მე ესე მოვიქცეოდი და ეხა შენ თუ გინდა უთხარი რომ ღარიბაშვილს თავი მოიკალიო არ მოიკლოს მაინც და არც მე არ მოვიკლავდი ღარიბაშვილი რო იყო და არც გადავდგებოდი კიდე. მე მაჩნია რომ საკუთარი პრობლემა არ მოხდა ამ არჩევნებზე, უბრალოდ თქვენ გეუბნებით რომ რა უნდა ქნასო და მე მიმაჩნია რომ თუ მოხდა პრობლემა, მაშინ პარტიაში უნდა შეიცვალოს. განსაკუთრებული პრობლემაა 380,000 ამორჩევლის დაკარგვა, შემიძლია თქვა და დავამთავროთ, ვისაც გაქვთ რეპლიკა, გააკეთეთ თუ შეგიძლიათ. არაფერი.
წარმატებები. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, აი ასე ვისაუბრეთ ჩვენ არჩევნებზე, მის შედეგებზე, შევეცადეთ პირველი ბლოკი უფრო რაღაცნაირად სტრუქტურირებული იყო, მე ვთქვათ, აი მერაბმა მე ვაცოცხლებ ხოლმე თქვენს გადაცემას. კი, აცოცხლებ ჩვენ გადაცემას, ნამდვილად ესეა, მე მერაბთან ნიძავს მოვიგებდეთ, მე აუცილებლად დამპატიჟებს მერაბი 4 ხინკალზე და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს.